საშელახსულების დეპარტამენტის მრჩეველი, რომელიც უწყებაში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე საუბრობდა, დღეს თანამდებობიდან გაათავისუფლეს. რა პრეტენზიები აქვს უწყებას ლალი მოროშკინასთან და პირიქით, რა შეადანაშაულებს მოროშკინა დიმიტრი დარბაისელს? მაღალი პრემიები, ვანო მერაბიშვილის საქმიდან გაყვანის საქმე, ნარკომანია და ასე შემდეგ. აქვს თუ არა ლალი მოროშკინას სამხილები ყოფილი უფროსის წინააღმდეგ? ამას ის ახლა თვითონ გვეტყვის. ლალი მოროშკინა პირდაპირ ეთერში გვერდება. მოგესალმებით, ქალბატონო ლალი. მოგესალმები გიორგი, დიდი მადლობა ამ ეთერისთვის. ქალბატონო ლალი, მადლობა რომ თქვენ ჩვენთან ერთად გქართ. თქვენ დღეს გაგათავისუფლეს საშელახსულების დეპარტამენტის მრჩევლის თანამდებობიდან. მიზეზი თქვენი განცხადებები გახდა და ალბათ ეს ბევრისთვის გასაკვირი არც იყო. ბრიფინგზე ითქვა ასე, რომ ეს იყო დეპარტამენტის დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები და აგრეთვე ხაზი გაესვა იმას, რომ ეს განცხადებები ძალიან გავდა ერთ-ერთი პარტიის განცხადებებს და აქ იგულისხმებოდა ნაციონალური მოძრაობა. როგორია თქვენი პასუხი? ეხლავე მოგახსენებთ, გითხარით, რომ ეს ადამიანი არის შესამოწმებელი მეთქი და დადოს ნარკოლოგიურიდან ცნობა მანაც და მისმა მოადგილეებმაც. ვიღაც ადამიანმა გააკეთა განცხადება, მე მას პირველად ხედავ საერთოდ ეთერში. ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ მე ვარ ხელშეკრულებით თანამშრომელი და შესაბამისად ხელშეკრულებაში წერია, რომ თუ მხარეები ერთმანეთით უკმაყოფილო არიან, ორი კვირით ადრე აკეთებენ განცხადებას და ეს კანონდარღვევაა და ახალგაზრდა იურისტები ძალიან დაინტერესდნენ ამ საქმით. მე მინდა გიჩვენოთ ჩემი მაისური, რომელსაც აწერია ჩემი მეუღლის გვარი და სახელი და აქვეა მიწითებული 319,000. ეს არის ზუსტად ის განცხადება, რაც მე გავაკეთე. მე მუდმივად ვედექი გვერდში პატიმრებს და 320,000 ადამიანს იმ წლებში მქონდათ მსჯავრი დადებული. ზუსტად იმ წლებში იმ ზონდერ ბრიგადების მფარველობაზეა საუბარი, რომელსაც მფარველობს ძალიან ღია დიმიტრი დარბაისელი. ეს არ არის ჩემი ვარაუდი და დისკრედიტაცია, ეს არის პირდაპირ ის საქმეები და ამოცნობილი ადამიანები, რომლებიც არბევდნენ 6 მაისს, 26 მაისს, 7 ნოემბერს და შესაბამისად თქვენ გულისხმობთ, რომ ამის დასაბუთება ძალიან ადვილად შეიძლება, იმიტომ რომ ესეც იყო პრეტენზია თქვენს მიმართ, მათ თქვენს რომ თქვენ გააკეთეთ ასე ჰაერზე განცხადებები, რის დამტკიცებასაც თქვენ ვერ შეძლებდით. არა, ეს არის ფოტოებით, ამოცნობილი კადრებით. დღეს ბატონმა იურა ვაზაგაშვილმაც მოიტანა ზუსტად დამამტკიცებელი ფოტო ამ ყველაფრის. იმ ბიჭებმაც და მე პირადად ვარ მოწმე და მე პირადად ვარ მონაწილე 6 მაისის, სადაც მე პირადად ჯოხი მომხვდა იმ ადამიანის, რომელიც უწყებას დღეს ხელმძღვანელობს, უსაფრთხოების უფროს მაღლაფერიძეს გულისხმობ და აგერა ვარ მე და პირისპირ შეუძლია პასუხი გამცეს. სხვა ჩვენებები ძალიან ბევრია საქმეში. ეს ის ზონდერები არიან, იმ ზონდერებზეა საუბარი, რომლებმაც დაანგრიეს წინა სისტემა, ეხლა ანგრევენ ამ სისტემას, იმიტომ რომ თუ ნაციონალურმა მოძრაობამ კრახი განიცადა, ზუსტად იმიტომ რომ იყო გადამეტებული ძალა, ზუსტად იმიტომ რომ სადიზმის ელემენტები იყო, ეს ადამიანები ამას ემსახურებოდნენ, პასუხი უნდა გაეცეს ამას, მაგრამ არა მხოლოდ პასუხი, მე ვფიქრობ, ისინი არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები, მაგალითად ადამიანი, რომელიც დამტკიცებულია და სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული ყავლაშვილზე, რომელმაც დააზიანა ბიძინა ივანიშვილის ქონება, მამუკა გობეჩიას მიაყენა შეურაცხყოფა და დაჭრა ის, მრავალი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, მაგრამ პროკურორმა თამარ სიბაშვილმა, რომელიც სიმონიკა მაჩაიძეს მეუღლე გახლავთ, არიდა მას ეს მსჯავრი და თავისთავად სიმონიკა მაჩაიძე არის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ანუ ჩაკეტილი წრე არის, ამ ადამიანებზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ოღონდაც პროკურორებმა, მეუღლეებმა და ახლობლებმა შეძლეს ამ საქმიდან მათი გამოყვანა, მაგრამ სასამართლო არსებობს, ახალგაზრდა იურისტები არსებობს და ერთი რამ მინდა ვთქვა, ზუსტად რამოდენიმე დღის წინ სახალხო დამცველმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, მე ამ ფაქტზე ცხადია უფრო ადრე ვიცოდი, როდესაც დღევანდელ დღეს 21 საუკუნეში სახალხო დამცველის თანამშრომლებს თავისუფლებას აღუკვეთავ სისტემაში, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ასევე ძალიან ბევრი ფაქტები აქვს უჩანანუაშვილსაც, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, მეც და ვფიქრობ, ეს არის ერთი ძალიან დიდი და ხმაურიანი საქმე, მაგრამ ჩემი ინფორმაციით ზონდერებზე რომ გავაგრძელოთ საუბარი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდნენ ეს ადამიანები საშელახსულების დეპარტამენტში, რა მიზანს ემსახურება მათი იყოფნა? იცით რა, ისინი სულ 3-4 თვეა რაც მოვიდნენ დეპარტამენტში, მანამდე მე შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად იყო გამოსწორებული სიტუაცია, ნამდვილად წელიწადნახევარი თავდაუზოგავად ვიშრომეთ და ღამეები ვათენეთ იმისთვის, რომ სისტემა გამართულიყო, ფანტასტიკურად იმუშავა ჯანმრთელობის დეპარტამენტმა, აჩიკო თალაკვაძემ, ნათია ლანდიამ, მთელი ეს რუდუნებით ჩატარებული სამუშაო ჩაგვიყარეს წყალში, იმიტომ რომ გაუქმდა სოციალური სამმართველო. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მძიმე მომენტი. ალბათ მაყურებელი
მაცხოვრებელმა კარგად იცის, რას ნიშნავს სოციალური სამმართველო, ეს არის ურთიერთობა პატიმრების გარე სამყაროსთან, მათი რესოციალიზაცია, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტები, რომელიც აუცილებელი იყო და სამწუხაროდ და დღეს მე ნიშნა რომ სოციალურის ერთ-ერთი თანამშრომელი აკეთებდა თითქოს განცხადებას, ანუ აქაც რაღაც აბსოლუტურ დისონანსთან გვაქვს საქმე. მე მესმის ამ ადამიანების გამწარება, ისინი არიან ზონდერები, მე მათ 9 წელი ვებრძოდი და მათთან ვაგრძელებ დღესაც ბრძოლას და მე ვფიქრობ თავის სიტყვას იტყვის მინისტრი, რომელმაც თქვა, რომ იყო წინააღმდეგი ამ კადრების დანიშვნის, იყო წინააღმდეგი ამ პრემიების გაცემის და მე მაქვს ინფორმაცია, ბოდიში ერთ თვით არ დამატყოს, მე მაქვს ინფორმაცია, რომ დიმიტრი დარბაისელი აპირებს საზღვრის გადაკვეთას და დატოვებას საქართველოში და ვფიქრობ, რომ დროულად იქნება გადაწყვეტილება მიღებული, იმიტომ რომ ის განცხადება თითქოს მე მომხსნეს, ეს არის უბრალოდ თვალის ახღვება, ეს არის ნაცადი მეთოდი, იმიტომ რომ მათ იციან, რომ ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმ დარღვევებზე, რომელიც დღეს სადის სისტემაშია ბოლო 3-4 თვის განმავლობაში. აქვე მინდა ვთქვა, რომ მე ამაზე ყველაფერში ადანაშაულებთ დიმიტრი დარბაისელს და ახსენეთ კიდევაც მინისტრი, რომელსაც არ უნდოდა რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო, მაგრამ ფაქტია, რომ მან ამის წინააღმდეგობის გაწევა ამისთვის ვერ შეძლო. როგორ მოხდა ეს თქვენი განმარტებით, მაშინ რომ ასე როგორც თქვენ ამბობთ, მთლიანად ეს სისტემა ჩაგდებული აქვს ხელში დარბაისელს, ისევ თქვენივე თქვით და მინისტრი ვერაფერს აკეთებს. იცით, მინისტრმა განაცხადა თავად, რომ რამოდენიმეჯერ ჰქონდა სურვილი წასვლის სამსახური და მე მესმის ის მორალური წნეხი. წარმოიდგინეთ, მინისტრი, რომელიც თავად იყო სახალხო დამცველი, სახალხო დღევანდელი სახალხო დამცველისგან იღებს საზარელ ინფორმაციას, თუ რა წნეხის ქვეშ არიან მონიტორინგის თანამშრომლები და რა თქმა უნდა, მისთვის რთულია ამ ვითარებისგან დღეს გამოსვლა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გადაწყვეტილება მიღებულია დარბაისელთან მიმართებაში და აქვე მინდა ვთქვა, 2-3 თვეა კონსულტაციებს გავდივარ მე გარკვეულ უწყებაში, სადაც იყო საუბარი იმაზე, ვინ უნდა შეცვალოს დარბაისელი, სხვათა შორის ჩემგან იყო მიწოდებული ფიგურა კახიშვილის ავტორიტეტი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მან როგორც დროებით შემსრულებლად თქვენ საკუთარი თავით დაასახელეთ. იცით რა არის, ეს არის ჩემთვის ყველაზე ცუდი ვარიანტი, მაგრამ თუ აუცილებელი იქნება, არ არის პრობლემა, იმ შემთხვევაში თუ მექნება საშუალება მონიტორინგის ჯგუფი შევიყვანო ციხის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ დღეს იქ რაც ხდება აუცილებლად უნდა იყოს ნუსხა იმ დარღვევების, რომელიც მოხდა. ქალბატონო ლალი, თქვენ ერთი ძალიან საინტერესო განცხადებაც გააკეთეთ დღეს დარბაისელთან დაკავშირებით, რომ ის ნაციონალური მოძრაობის ჩანერგილია ამ სისტემაში. თუმცა ურთიერთგამომრიცხავი გამოდის ეს განცხადება იმ განცხადების ფონზე, რომელიც თქვენ მანამდე გქონდათ გაკეთებული, რომ თითქოს კონფლიქტი გაუგებრობა ვანო მერაბიშვილსა, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი და დარბაისელს შორის მოხდა იმის გამო, რომ თავის დროზე ნარკოტიკების დიდი ქრთამის გამო მერაბიშვილმა ის სისტემიდან გაათავისუფლა და აი ახლა თითქოს შურისძიების მომენტს ჰქონდა ადგილი. მაშინ როგორ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩანერგილი ადამიანი შურისძიებს ვანო მერაბიშვილზე? კი ბატონო, მე მივხვდი. მე მინდა გითხრათ ერთი რამე, ძალიან საინტერესოა, ნაციონალური მოძრაობა, რომელიც სულ ეძახდა მარგინალურს ასავალ-დასავალს, ასავალ-დასავალში დაიწერა ჩემი ძალიან ვრცელი ინტერვიუ, სადაც ერთ-ერთი პუნქტი თუ რა გააფუჭა დარბაისელმა და ასევე რაზეც შეიძლება იყოს საუბარი მისი მოსვლის დღიდან რა დაშავდა და ვარაუდი ყოფილიყო გამოთქმული კიდევ იმასთან მიმართებაში, რომ ვთქვათ, ვანო მერაბიშვილთან რა მოხდა, იმიტომ რომ მე ვერ მოვისმინე სასჯელ ახსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომ ყავდა მას კაბინეტში თუ არ ყავდა. მე მაგალითად ვუშვებ იმას და დარწმუნებული ვარ, რომ ნაცმოძრაობაში სხვადასხვა ფრთა არსებობს. აქვე მინდა ვთქვა, რომ ზუსტადად დარბაისელი აკეთებს დღეს ნაციონალური მოძრაობას, უწევს ძალიან კარგ სამსახურს, რატომ? სხვადასხვა ფრთა თქვენ გულისხმობთ, რომ შეიძლება ნაწილს აწყობდეს აკეთებდეს დარბაისელი იმას, რასაც აკეთებს, რასაც თქვენ საუბრობთ, მაგრამ ამ დროს ებრძოდეს ასე ვთქვათ მეორე ფრთას, რომელსაც ვანო მერაბიშვილი წარმოადგენს. კი ბატონო, იმიტომ რომ ის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს, ანუ რა კონსულტაციებსაც მე გავდიოდი, უცებ ჟონავს ინფორმაცია და უკვე ნაციონალური მოძრაობა ასაჯაროებს პრემიებს და ასე რომ შევხედოთ, კი, საშინელებაა 3 კვირის მოსულზე აღებული 38,000-იანი პრემია, ნამდვილად ეს არის ბიუჯეტიდან აღებული სახსრები. მე მინდა გითხრათ, რომ 4,000 თანამშრომელი სადის დარჩა ჯანდაცვის დაზღვევის გარეშე, ასევე აღარ შენდება ქალებისთვის პირადი პაევნების ოთახი და თქვენ იცით, რომ ამაზე ბევრი საუბარი იყო, ჩვილი ბავშვების ბიუჯეტია გახარჯული, ანუ ეს ბიუჯეტი ერთ თვეში გაიხარჯა 3 კვირაში ახლად მოსულებზე, როდესაც მე ამაზე განცხადება გავაკეთე, იქ სადაც უნდა გამეკეთებინა, ანუ ჩვენს ზემდგომ ორგანიზაციაში, აქ უკვე დაიწყო საუბარი, რომ რა უნდა მოხერხდეს, უნდა ჩაიხსნას თანამდებობიდან. ეს მე შემიძლია პირდაპირ გავაკეთო, ეს არის ზედელაშვილის უწყება, სადაც იყო ამაზე საუბარი და ამის გადამოწმება არ არის რთული. შემდეგ უკვე ჟონავს ინფორმაცია პრემიების, იმიტომ რომ ეს იყო ჩემგან ვერბალური განცხადება, ცხადია, მე ეს დოკუმენტი არ მექნებოდა. ანუ დარბაისელს აწყობდა, რომ ეს თემა
აწეული იყო. ეხლა მას აწყობს, რატომ არ აიწია ზონდერობის თემა? თქვენთვის მე კიდევ ერთხელ ხას უსვამ, თქვენ ამბობთ, რომ ესეც თქვენთვის ადასტურებს იმას, რომ მას კავშირი აქვს ნაციონალებთან, რომ ამ ინფორმაციამ სწორედ ნაციონალების მხრიდან გაჟონა? ცხადია, იმიტომ რომ ის ზონდერები დავალებას ასრულებდნენ ნაციონალების. 6 მაისის შემსრულებელი იყვნენ ზონდერები. მოდით ესე გავაკეთოთ დეფინიცია. ეს ადამიანები არ არიან უბრალოდ ვიღაცები, ესენი არიან გაშიფრული ზონდერები. 6 მაისის, ანუ ეს არის დოკუმენტურად დადებული მასალა არის. შესაბამისად მე ვითხოვდი რეაგირებას და მე დამპირდნენ რომ ეს რეაგირება იქნებოდა და რამდენადაც მე ვიცი დარბაისელი პრაქტიკულად განთავისუფლებულია თანამდებობიდან და ეს უბრალოდ მას თავდაცვის არა ვარაუდი არ არის, მე რაღაც კონსულტაციებს ასე ვთქვათ მოვყარი და ჩემთანაც ჰქონდათ საუბარი ადამიანის ხა მე არ მინდა დავასახელო ჯერჯერობით ამ ეთერში ალბათ ხვალზე უკვე ეს ყველაფერი გაირკვევა. თქვენ ამბობთ რომ სინამდვილეში ეს გადაწყვეტილია და უბრალოდ უნდა გამოცხადდეს. იცით რა, ეს გადაწყვეტილი იყო მანამ სანამ ნაციონალური მოძრაობა გააკეთებდა პრემიებთან მიმართებაში განცხადებას, იმიტომ რომ ცხადი იყო დაპირისპირებულია ორი გუნდი, სამთავრობო და ნაციონალური მოძრაობა, ოპოზიცია, ხო? ოპოზიცია აკეთებს განცხადებას, მოიხსნას დარბაისელი. მაშინ ლოგიკით სამთავრობო გუნდმა უნდა შეაჩეროს ეს პროცესი. აი ეს იყო გათამაშებული ფანდი, რაც ძალიან მარტივია ამის ახსნა, მაგრამ მე ვფიქრობ თვითონ თავად იმ ადამიანებს, ვიზეც მუშაობდა დარბაისელი დღეს ეს აბსოლუტურად დისკრედიტირებული ფიგურაა და არ ჭირდებათ და ეხლა რეალურად რამენაირად უნდა დამთავრდეს ეს კონფლიქტი და ჩვენ არ დაგვავიწყდეს რომ ეს არის ციხე, ისედაც მძიმე ვითარება გვაქვს, ისედაც რამოდენიმე კვირის წინ ბუნტის მცდელობა იყო მე-17-ში და ნამდვილად მინისტრის დამსახურებაა რომ არ მოხდა იქ შეიარაღებული ხალხის შეყვანა. თქვენ მოგეხსენებათ რომ 250 კაციანი ჯარი ყავს დარბაისელს, ჯერ კიდევ მის დაქვემდებარებაშია. ეს არის კვილებამდე შეიარაღებული ადამიანები არიან და სხვათა შორის აქაც მოხდა როტაცია. აპირებდა ის მათ გამოყენებას. მე ვიცი რომ უნდა გათამაშებულიყო 2006 წლის მოდელი და ეს შეაჩერა სოზარ სუბარმა. ქალბატონ ლალი, ვისაუბროთ პრემიებზე და იმ განმარტებაზე, რომელიც დღეს გაკეთდა საშილასრულების დეპარტამენტის ბრიფინგზე, თუ რატომ მოხდა თქვენი გათავისუფლება ამ პოსტიდან. მათ თქვეს, რომ თქვენ რეალურად აღებული გაქვთ თვითონ პრემია ჯამში 30,000 ლარის ოდენობით და რაც კიდევ უფრო საინტერესო იყო, რომ თქვენ თურმე გქონდათ საუბარი თვითონ დეპარტამენტის ხელმძღვანელთან იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველთვიურად თქვენთვის დაენიშნათ 10,000 ლარიანი პრემია, ავტომობილი მოეცათ და მას შემდეგ რაც ამაზე უარი მიიღეთ, თქვენ აი თითქოს დაიწყეთ ასეთი განცხადებებით, საჯარო განცხადებებით მათთან ბრძოლა. ამიტომაც ვასახელებ მე რომ უკვე პრაქტიკულად ნოემბრიდან მქონდა მე მოლაპარაკება, იმიტომაც ვამბობ ვისთან მქონდა მოლაპარაკება ზედელაშვილის უწყებასთან ამ ყველაფერზე, შესაბამისად დიდი ხნის პროცესია. თუ მეც ავიღე ეს პრემია, მაშინ ჩემი გვარი რატომ არ არის და თუ ამდენი რამე მოვთხოვე მას და ასე უკანონოდ ვთხოვდი რაღაცას და საერთოდ ვთხოვდი, მაშინ ვერ რატომ არ გამანთავისუფლა? ანუ ეს არის ხა თავის თავზე მიდის, ასე ვთქვათ, ასე როგორ გითხრათ, იცით, დამადასტურებელი ფაქტი მე მაქვს ძალიან ბევრი. მაგალითად, 1 სექტემბერს ეს ნებისმიერ არქივში არის, ჩემ კუთვნილ მანქანას დაეცა მეხი. შემდეგ იმისთვის რომ და გაჩანაგდა ეს მანქანა, სხვათა შორის ძალიან კარგად იცის ამის შესახებ დავით ნარმანიამ, რომელმაც მე მაღიარა როგორც სტიქიის მსხვერპლი, იმიტომ რომ მაშინ ვიყავი სამსახურეობრივ მოვალეობაზე ჩასული დასავლეთში და ზუსტად მაშინ მოხდა ეს ამბავი, განადგურდა მანქანა. შემდეგ მე მომიწია ბანკიდან ვალის აღება და ამ ვალებს მე ხვალ გავასაჯაროებ, არც ერთი წუთით არ მომითხოვია ახალი მანქანა, იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ დეპარტამენტის თავმჯდომარის მანქანით დადის მისი მეუღლე პრადოთი, თავათაც დადის, დეპარტამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის მანქანა და უნდა იაროს. თქვენ შეგიძლიათ წამოწიოთ საბუთები, სადაც არის რამდენი ქალის სუნამო აქვთ აღებული, რამდენი შეჭმული ყველი და ასე ვთქვათ ხორცეული ძევეხეული, რა თქმა უნდა, როდესაც იცით რა არ მესმის, აი ძალიან დიდი ბოდიში ადამიანური მომენტია. აიღე 38,000, რა მოხდება ძეხვია იყიდო შენი ჯიბიდან. აიღე 38,000, რა მოხდება მეუღლეს სუნამო აჩუქო შენი ჯიბიდან და არა ბიუჯეტის ხარჯზე. საოცრება მაგალითად არის ასეთი ფაქტი, როდესაც ერთი ცალი ბრიტვა აქვთ ნაყიდი. ამ თქვათ რაღაცა ერთი ცალი ტელეფონი ქალბატონო, თქვენ ნანახი გაქვთ? არა, საჯარო ინფორმაცია ტაბულას ჰქონდა, სხვათა შორის ტაბულა შეგიძლიათ ამოწიოთ, აი ზუსტად ერთი ტელეფონი, როდესაც იყო ბიუჯეტის ხარჯზე ნაყიდი. ანუ ეს ხო საჯაროა, ანუ გუდვილი შილხოფერი ამას ასაჯაროებს, ამიტომაც ვამბობ, რომ ხვალიდან უკვე, როდესაც შეუდგება მუშაობას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ჩვენ ამას ყველაფერს დავალაგებთ და ძალიან სირცხული იქნება, რა გითხრათ. და თქვენ სასამართლოში აპირებთ შეტანას. დიახ, პირველ რიგში ხაზგასმით ვამბობ, ანუ პირველი რაც მე ყველაზე მეტად
გუნავს და დარწმუნებული ვარ ჩვენ მაყურებელსაც და რაღაც ასე მგონია სრულიად საქართველოს აქ იცით რა ზონდერობას არ აქვს არც წარმომავლობა არც ეთნოსი არც პარტიული რაღაცა კუთვნილება ზონდერი არის ზონდერი ატერორებდა ადამიანს თუ ვანო მერაბიშვილი ზუსტად ამაზე იხდის სასჯელს ის ადამიანები მაშინ რატომ მოხვდნენ სისტემაში და ანუ აი აქ რაღაცა შეუსაბამობა მე იმასაც ვუშვებ მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ რომ მე დავუშვი და ეს იყო კიდევ ერთხელ ვამბობ ასავალ დასავალის პუბლიკაციაში ეწერა აღუნდაც პირველად კი არ ვისაუბრე ამაზე მე ამაზე 3 თვეა ვსაუბრობ რატომღაც ნაციონალურ მოძრაობამ ეხლა მიაქცია ამას ყურადღება რომ იმ შემთხვევაში თუ ყავდათ გამოყვანილი მერაბიშვილი ესეც მათ აწყობდათ რომ დღეს ყვირილი დაეწყოთ რომ აი ხომ ხედავთ ასეთი ამბავი მოხდა მე ვფიქრობ დღეს დარბაისელმა მთელი საქართველოს მთავრობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა მე მადლობელი ვარ კახი კალაძეს რომელმაც მომენტალური რეაგირება გააკეთა და 2 ადამიანი მოხსნეს და ეხლა მე მაინტერესებს გიორგი თქვენი პასუხი როდესაც ხა ჩვენ ჟურნალისტები ვართ და მაინც კარგად ვერ ყვევით ამ სიტუაციაში ჩემი განცხადებით თუ მოიხსნა 2 ადამიანი ანუ 2 ყოფილი ზონდერი მაშინ მე დისკრედიტაცია სად არის ეგ მე მართალი ვიყავი მაშინ ეს 2 ადამიანიც არ განთავისუფლდებოდა ხო ანუ აქ ისეთ ვაკუუმში არიან და ისეთ კედელთან არიან მიმწყდაულები რომ უკვე არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ მე ბოდიში ვიხდი რომ საზოგადოებას ვუხდი ბოდიშო ამის მოსმენა უხდებათ და ეს უნდა დამთავრდეს უახლოეს საათებში იმიტომ რომ არ დაგვავიწყდეს რომ ციხია უკან მე ვარ ის ადამიანი რომელმაც დაწერა წიგნი გისოსებს მიღმა საქართველოა მე ეხლაც არ გამიწყვიტავს მიმოწერა პატიმრებთან როგორც მაშინ ვიცოდი რა ხდებოდა სისტემაში ახლაც ასე ვიცი მე ვარ ის ადამიანი რომელმაც 4000-იანი ბუნტი გააჩერა 19 სექტემბერს გლდანის ციხეში და მე ვარ ის ადამიანი რომელიც პირველად შევიდა სისტემაში მე ვებრძვი ზონდერებს და ამ ბრძოლას გავაგრძელებ ქალბატონო ლალი ჩვენ როდესაც სოზარ სუბარზე საჯავშოების მინისტრზე ვსაუბრობდით თქვენ ახსენეთ კიდევაც ის ფაქტი როდესაც მან დაადასტურა თვითონ რომ რამდენჯერმე აპირებდა უწყების დატოვებას თუმცა მას ამაზე თანხმობა არ განუცხადეს თქვენ გაკვირთ ახსენეთ მიზეზი შეგიძლიათ უფრო დეტალურად გითხრათ თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია რატომ სურდა საჯავშოების სამინისტროს დატოვება სოზარ სუბარს კი ბატონო მე ვიცი რომ ძალიან ესეთი კონსულტაციები ქონდა ბატონ უჩან ანუაშვილთან სახალხო დამცველთან და იქ ფიქსირდებოდა ბევრი დარღვევა და აი მერწმუნეთ მორალურად სოზარ სუბარისთვის რთულია ეს მომენტი თავად იყო სახალხო დამცველი თავად იცის ძალიან კარგად რომ თქვათ ის ხარვეზები რომელიც სისტემაში უკვე ახალი თავმჯდომარის მოსვლით დაიწყო ძალიან მძიმე იყო მას ალბათ უჭირდა პირველივე თვე ამის გამომზეურება და სამწუხაროდ მხოლოდ ეხლა უწევს ამაზე ლაპარაკი მაგრამ მორალურად მე მესმის მისი მოდის ახალი კადრი რომელიც მისი დანიშნული არ არის პრაქტიკულად ეს იყო რაღაცა კონსულტაციის შედეგად რჩევები მე ვიცი რომ ის ეწინააღმდეგებოდა ამ ფიგურის დანიშვნას და მან ეს ცხადათაც თქვა და მით უმეტეს მან ძალიან კარგად გაუსვა ხაზი რომ მორალურად ჩემთვის მიუღებელი იყვნენ ის ადამიანები ვინც მოვიდნენ რა თქმა უნდა ის ვინც თქვათ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო ის რასაც ვერ აკეთებდა ვერც ოპოზიცია საერთოდ გაურკვეველი სიტუაცია იყო საქართველოში რომ მინიმუმ აი რაც მე მაწერია მაისურზე 320,000 ადამიანი მსჯავრდებული რომლებმაც ქონება დაკარგეს მანქანები სახლები სიცოცხლე ჯანმრთელობა ამ ადამიანების რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო და არა ზონდერების რეაბილიტაცია მე მესმის სოზარ სუბარი იყო სახალხო დამცველი რომელმაც ზუსტად იმ ბუნტის დროს პირველი ინფორმაცია გამოიტანა მას ძალიან კარგი დასკვნები ჰქონდა და მაშინ როდესაც თავს მოხვეული იყო დეპარტამენტის თავმჯდომარე ასე მარტივად ვერ შეძლო ამ სიტუაციიდან გამოსვლა თუმცა მე დარწმუნებული ვარ ის დღემდე აგრძელებს მუშაობას და კიდევ ერთხელ ვამბობ აი თუნდაც რომ არ მოხდა შეიარაღებული ადამიანების შესვლა ტერიტორიაზე ეს მისი დამსახურებაა აი ძალიან საინტერესო დეტალებია კიდევ მე დარბაისელზე ამ ფიგურაზე რომელსაც თქვენ ახსენებთ მინდა გავაგრძელოთ საუბარი პირველი თქვენ თქვით რომ ის ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფება ძალიან ხშირად არა მარტო ის არამედ მისი თანამშრომლებიც და ამაზე სხვადასხვა ვანო მერაბიშვილიც საუბრობდა მაშინ როდესაც მან გააკეთა განცხადება საკნიდან მისი გაყვანის შესახებ და კიდევ ერთი დეტალი გეგუთის ციხეში მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის საქმე ახსენეთ თქვენ აგრეთვე ინტერვიუში და იქ დეტალურად ყვებით თქვენ იმის შესახებ თუ როგორ მოხდა ისევ დარბაისელის გადაწყვეტილებით გარკვეული მსჯავრდებულების იქ გადაყვანა იმისათვის რომ მომხდარიყო ეს დანაშაული და შემდეგ უკან დაბრუნება რუსთავის ციხეში აი ეს დეტალები რომ გავიხსენოთ და ზოგადადაც აქედან გამომდინარე რომ გითხრათ თქვენი ინფორმაციით რა ხდება ამ თვალსაზრისით ციხეებში საზარელი ამბავია უკვე ის მომენტი რომ 18 ახალგაზრდა გარდაცვლილია უკვე ჩვენი მოსვლიდან სისტემაში ანუ წელიწადნახევარში ეს უკვე ძალიან რთულია და ნამდვილად არავინ არ გაურბის პასუხისმგებლობას მაგრამ ბოლო რაც მოხდა ფარტენაძესთან დაკავშირებით მე ბათუმში ვკითხულობ ლექციებს და მისი ძმა იყო ჩემი სტუდენტი და მე ვიცნობდი ამ ბიჭებს როგორც ნუ აი რაღაც ბათუმის ეზი თვალსაჩინო ადამიანები ის ვინც იყო დაჭერილი
გაჭერილი გიგა ფარტენაძე, ესეთი ძალიან კარგად ნავარჯიშები სპორტსმენი ახალგაზრდა იყო, რომელმაც ჩხუბში და შელაპარაკების დროს ცემა თურქი მოქალაქე და მას მიესაჯა ძალიან მაღალი მუხლით ბევრი წელი არაუბრალოდ ხულიგნობაზე, არამედ ყაჩაღობაზეც და მე რამდენადაც ვიცი ეკა ბესელიასთან იყო გასაჩივრებული და ზუსტად დღე-დღეზე უნდა გადაწყვეტილიყო მისი ამბავი. ანუ ციხის კანონი ასეთია და ამას არეგულირებს გარკვეული იურიდიული ნორმები, რომ როდესაც ადამიანი სასჯელს იხდის თბილისში, ესე იგი ის თბილისზეა მიმაგრებული, ანუ ჩაწერა, რასაც ქვია აქ თბილისში, შესაბამისად თუ შენ თბილისელები გადაყავს ქუთაისში, ამაზე უნდა არსებობდეს რაღაც აუცილებელი ნორმა და ესეც აუცილებელი პირობაა, რომ ხელს აწერს უსაფრთხოების უფროსი, ეს ის ჯაბა მაღლაფერიძეა, რომელიც კადრებშია ზონდერი დაფიქსირებული და რა თქმა უნდა დეპარტამენტის თავმჯდომარე. ეს ორი ადამიანი პასუხისმგებელია, რომ როდესაც გადაყავთ პატიმარი ერთი დაწესებულებიდან მეორეში, უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება, უნდა მოხდეს შესწავლა ისტორიების და ბიოგრაფიების, ქონდა თუ არა მათ ადრე რაღაცა შეხლა შემოხლა ერთმანეთში, ან რამდენად თავსებადები არიან და კიდევ ერთი კულეელები, თქვა კულელობაზე ნასამართლები ადამიანი არ ხვდება ქურდობაზე ნასამართლებ ადამიანთან და პირიქით, ანუ გაურკვეველ ვითარებაში მოხდა სამი ადამიანის გადაყვანა, შემდეგ უკვე პოულობენ აი ამ დასახიჩრებულ გვამს და ეს სამი ადამიანი ისევ უკან თბილისში გადმოყავს. მე რამდენადაც ვიცი ფარტენაძის ოჯახიდან დარბაისელი მათ ემუქრებათ, ძალიან ბევრი ზარი განხორციელდა და რამდენადაც მე ვიცი რაღაც მატერიალურ ანაზღაურებაზეც იყო საუბარი, ოჯახიდან ცხადია, მე ბებია დამიკავშირდა და სატელეფონო საუბარი გვაქვს ამ ქალბატონის, არ არის გასაჯორება ამის პრობლემაც, რომელიც შეშინებულია, რომელსაც უთხრეს, რომ ჩუმად იყოს, თორე მეორე შულსაც მოუკლავენ. რეალურად ეს ოჯახი დღეს ტერორის ქვეშ იმყოფება და სამწუხაროდ არ ისმის, იცით რა, აქ ხომ პირდაპირ იკვეთება ბრალეულობა, ანუ ვინც იყო პასუხისმგებელი, ჯერ რატომ გადაიყვანეს ერთი დაწესებულებიდან, ანუ თბილისელები, ასე ვთქვათ, დასავლეთის ეს არის ორი სხვადასხვა მიმართულება და ეს კანონდარღვევაა. ამაზე ახსნა არავის არ მიუღია და მე ვფიქრობ, ეხლა უკვე ძალიან ბევრი რამე იქნება, ახსნა განმარტება ბევრ რამეზე იქნება და კიდევ ერთხელ ვამბობ, არათუ აი ესეთი ამბავი არ გვარდებოდა სოციალური სამმართველო, რომელიც სამსახურს უნდა ეწეოდეს ისე როგორც ეწევა, ანუ აი რეგულაციები ხდებოდეს, ესეც არ ხდება, რაც შეეხება ნარკოტიკებს, დეპარტამენტის თანამშრომლები ღიად საუბრობენ, მაგალითად ქალბატონების SMS-ები მაქვს წაკითხული და ამასაც გავასაჯაროებ დიმიტრი დარბაისელის გასაგონად ვამბობ ამას, სადაც მაგალითად მეუღლეს, როდესაც შორდებოდა მოაცილა მეუღლემ ქალბატონი დეპარტამენტში და გადაკოცნა, შემდეგ მას ხვდება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ეუბნება წარმომიდგენია ჩემთან რა სიზამდი ამ დროს და ეს გოგონა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და ეს არ ახალია, რომ დეპარტამენტის ქალბატონები სახანძრო კიბეს ხმარობენ. ეს სასოწარკვეთილმა თანამშრომელმა გვაჩვენა. კარგით, ქალბატონო ლალი, თქვენ გამოთქვით ანუ აქ უკვე რაღაც მორალური ჭუჭყიც არის გარდა სამართლებრივი პასუხისმგებლობისა. ნარკოტიკის ჩატარებას ითხოვთ დარბაისელისთვის, ამაზე მიიღეთ პასუხი ან არა, არაფერი პასუხები არ მიმიღია არაფერზე. მე ვამბობ, რომ პირველი მე წავალ, ოღონდაც ეს უნდა იყოს ნამდვილად რეალური და არაფალსიფიცირებული და საერთოდ ახლა ფალსიფიკაციას ადგილი არ ქონდეს. მე ვფიქრობ, რომ კარგი ადვოკატი რომ მოძებნოს დარბაისელმა და მისმა გუნდმა უკეთესი იქნება, იმიტომ რომ მე მჯერა, რომ დღეს არ არის დახურული სივრცე, ყველაფრის მოკვლევა მოხდება და ყველაფრის დამტკიცება და არც თუ ისე სახარბიელოდ წარდგებიან. ჯერ ერთი რა წესია თავად როდესაც არ მოდიან ან დებატებში. ეს ხო საჯარო ფიგურაა. თქვენ სურათი მისი ნანახი გაქვთ, ანუ მან Google-დანაც ამოაღებინა საძიებო სხვადასხვა სისტემებიდან თავისი სახე. ხო, თუ არაფერს არ მალავს, ეს საჯარო ფიგურაა, როგორ შეიძლება და ასეთ საჯარო ფიგურას არ გაეკეთებინა განცხადება, ან თვითონ არ წამდგარიყო საზოგადოების წინაშე, მე ვიმუშავე ორ დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ქალბატონ მაია ხასიასთან და ბატონ მიხეილ ღურცკაიასთან და გახსოვთ ალბათ საჯაროობა, ჩვენ მუდმივად ანგარიშით ვიყავით წარდგენილი საზოგადოების ჟურნალისტების წინაშე, ისინი დადიოდნენ სხვადასხვა ეთერში, კეთდებოდა განცხადება, ბოლო 3-4 თვეა საერთოდ ჩაიკეტა სისტემა. კარგით, ქალბატონო ლალი, თქვენ მოითხოვეთ პრემიერ-მინისტრთან და მოითხოვეთ სურვილი გამოთქვით ყოველ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის და განაცხადეთ, რომ ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაქვთ მისთვის მისაწოდებელი. როგორ ფიქრობთ, ახლა უკვე რეალურად შეიძლება შედგეს ასეთი შეხვედრა? მე ვფიქრობ, შეიძლება, მე ვიცი, რომ ახლა მიდის რაღაც გარკვეული კონსულტაციები, იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი სისტემა, სადაც იტყვი რომ აი ეს ადამიანი მოხსენი და ყველაფერი კარგად არის. ანუ ეს სისტემა არ შეიძლება ჩამოიშალოს და ჩამოინგრას და ეს უნდა მოხდეს ჩანაცვლება და მესმის რომ ამაზე მიდის ახლა მუშაობა და მე ვერ შევხვდი პრემიერ-მინისტრს, იმიტომ რომ საარჩევნო პერიოდია, მაგრამ შევხვდი კახი კალაძეს და ვიცი რომ ინფორმაცია გადაცემულია, ზუსტად ვიცი რომ რეაგირება იქნება და ამიტომ დაველოდოთ. მე ვფიქრობ, ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოში ჩაჯდება. კარგით, ბოლოს მე მინდა გკითხოთ ისევ
დავუბრუნდეთ თქვენს პირველ განცხადებებს, ვიდრე თქვენ გაგათავისუფლებდნენ, რა გახდა იმის მიზეზი, რომ თქვენ გადაწყვიტეთ ასეთი საჯარო განცხადებები გაგეკეთებინათ? მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ის კონსულტაციები, რომელიც მე მქონდა სხვადასხვა უწყებებთან, რომელთანაც მე მეკუთვნის ამის გაკეთება, იმიტომ რომ მე ახლავე მინდა გავაკეთო განმარტება, მე ვიყავი მრჩეველი და ჩემს მოვალეობებში ჩაწერილი არის ფორს-მაჟორული სიტუაციები საზოგადოებასთან ურთიერთობა, მე თან უსაფრთხოების სამსახურის მაბარი, ანუ საკმაოდ ვრცელია ჩამონათვალი იმის, რასაც მე ვაკეთებდი ამ სამსახურში, ამიტომ მე ცხადია მქონდა კონსულტაციები სხვადასხვა უწყებებთან, მაგრამ როდესაც დაიწყო გადინება და გაჟონვა ინფორმაციის, ჩემთვის გაუგებარია ხა ეს მოხდა კაბინეტიდან, ეს მოხდა ამაღალჩინოსნების მიერ, თუ ეს მოხდა რაღაც მოსმენების საფუძველზე. ფაქტია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დაგვასწრო და გააკეთა განცხადება პრემიებზე იმ დღეებში, ზუსტად როდესაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა განცხადება დეპარტამენტის თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით. ანუ დაასწრეს. ამიტომ ეს ინფორმაცია უკვე აზრი არ ქონდა დამალვას და საჯარო უნდა გამხდარიყო. კიდევ ერთი დეტალი და გაგათავისუფლებთ ქალბატონო ლალი. ოღონდ თანამდებობიდან გაგათავისუფლებთ ეთერიდან. ქალბატონო ლალი, ის დეტალი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ისე ვანო მერაბიშვილის საქმიდან გაყვანის საქმესთან დაკავშირებით, ამაზე იყო პატარა გაუგებრობა, თქვენ ისაუბრეთ კიდევაც და დააკონკრეტეთ შემდეგ, რომ თქვენ არ ადასტურებთ, რომ იცით იმის შესახებ, რომ ვანო მერაბიშვილი მაგრამ დიდი ვარაუდი გაქვს და თქვენ საუბრობთ იმ ფირებზე, რომელიც თითქოს ერთი თვის განმავლობაში ინახებოდა და თითქოს თქვენ თანამშრომლობთ, რომლებიც მუშაობდნენ ამ თემაზე, გითხრეს იმის შესახებ, რომ ასეთი ფირები მართლაც არსებობდა. კი ბატონო, აი ზუსტად ყავლაშვილი, რომელიც პირველი წავიდა სამსახურიდან, ზუსტად ის იყო, აი იმ სამმართველოს უფროსი, სადაც ინახებოდა ეს ფირები. ამიტომ ჩემთვის რაღაცა ნიშანდობლივია, თან მან გააკეთა განცხადება, რომ მე მინისტრმა კი არ გამიშველო, თავად დავწერე განცხადებაო და დასკვნები უკვე მომინდია საზოგადოებისთვის. მე მინდა ერთი რამ თქვა, რომ დაკითხული არ არიან დეპარტამენტის თანამშრომლები, იმიტომ რომ არის ინფორმაცია, რომ ეს იყო პარასკევის საღამო და მაშინ ჩაქრა შუქები. ანუ ძალიან ბევრი ვარაუდია. აი რომ არ არსებობდეს ვარაუდი და ამ ვარაუდებზე მე ვსაუბრობ დეკემბრის თვიდან, ოღონდაც ვსაუბრობ უწყებებში და არა პუბლიკაციებში. პუბლიკაციები უკვე დაიწყო მოგვიანებით, მაგრამ რატომღაც ეს თემა ამოტივტივდა 3 დღის წინ. ანუ ამაში დამალული არაფერი არ ყოფილა, ამაზე ჩვენ საუბარი გვქონდა სხვადასხვა უწყებებთან. დიახ და მე მინდა ეს თქვენი განცხადებაც წავიკითხო, აქაც გზა მიდის დიმიტრი დარბაისელამდე, ვინაიდან თქვენ თქვით, რომ იმ ინტერვიუში, რომელიც გაზეთში დაიბეჭდა, რომ ეს იყო დიმიტრი დარბაისელის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელსაც პროკურორი ფარცხალაძე გადაყვა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ჩემი რწმენა და ვარაუდი, რომ თუ ასე იყო, დარბაისელის შეთანხმებული თამაშია. ზუსტად რომ ადრე თუ გვიან ეს უნდა გაცხადებულიყო და მთავრობა აღმოჩნდებოდა ჩიხურ მდგომარეობაში, მაგრამ მე ვფიქრობ, აქ ძალიან კარგად იკვეთება ბრალეულობა ერთი ადამიანის, მით უმეტეს ნარკოტიკული თრობის ქვეშ. ეს არის დიმიტრი დარბაისელი. დიდი მადლობა. ქალბატონო ლალი, ლალი მოროშკინა გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა თემას უკვე შევცვლით, გადავიდეთ საარჩევნო თემატიკაზე. ცოტა ხანში არჩევანის სტუმრები ნინო ბურჯანაძე და მის ირგვლივ კოალიციაში გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლები და კანდიდატები იქნებიან. მანამდე კი ადამიანი, რომელიც რუსთავის მერობისთვის ემზადება, მისი თანაპარტიელები საკრებულოს უმრავლესობაში აპირებენ მოსვლას. ის კი რუსთაველებს ბიუჯეტის გაორმაგებას, გაზრდილ პენსიებს და ათასობით ახალ სამუშაო ადგილს პირდება. ეს არის ადამიანი, რომელმაც დააფუძნა ტელეკომპანია, რომელსაც თქვენ ახლა უყურებთ. რუსთავი 2-ის სტუმარი ეროსი კიცმარიშვილია. მოგესალმებით ბატონო ეროსი. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მოგზავნით. ბატონო ეროსი. თავად ბატონო. პირველი კითხვა რა თქმა უნდა რომელიც თქვენთან დაკავშირებით ჩდება ძალიან მარტივია. რატომ უნდა გამოგიცხადოთ ნდობა რუსთავის მოსახლეობამ და რატომ უნდა მოგცეთ ხმა თქვენ და პარტიას რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, ვინაიდან მე კიდევ ერთხელ ხას უსვამთ რომ თქვენ უმრავლესობით აპირებთ რუსთავში მოსვლას. სწორედ იმიტომ რომ მე 25 წლის განმავლობაში ჩემი საქმიანობით დავამტკიცე რომ მზათა ვარ სერიოზული წარმატებული ბიზნეს თუ სხვა ტიპის პროექტების სარეალიზაციოდ. სწორედ იმიტომ რომ დღეს ქალაქში თქვენ ბრძანეთ რომ მე დაპირებებს ვიძლევი, დღეს ქალაქში არ არსებობს კანდიდატი, რომელიც ესე ზუსტ მესიჯს იძლეოდეს და ზუსტ დაპირებას იძლეოდეს კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. სწორედ იმიტომ რომ მე მაქვს გამოცდილება, ცოდნა და დიდი სურვილი ამ ქალაქში გავაკეთო ის, რაც არ გამოვიდა მთელი საქართველოს მასშტაბით 10 წლის წინათ, როცა ვცდილობდი, რომ ქვეყანაში შემეცვალა სიკეთისაგან ყველაფერი. დიახ, ეს დაპირებები ძალიან ზუსტია და შეიძლება ამან თავისუფლი პირიქით შეკითხვები გააჩინოს, რომ საიდან გაქვთ თქვენ ასეთი ზუსტი პროგნოზი, თუნდაც იგივე 100 მილიონიანი ინვესტიცია, გაორმაგებული პენსია, დანამატების სახით არის. გიორგი, მარტივია. ჩაუღმავდებით 10,000 ახალი სამუშაო ადგილი და ეს ყველაფერი 3 წელიწადში, აი მე თქვენი დაპირებებიდან. კი ბატონო, ძალიან მარტივია ეს ყველაფერი, იმიტომ
რომ თუ გადავიტანთ აბსოლუტურ რიცხვებზე, თქვათ, სიტუაციას, თქვენ არ გაგიკვირდებათ, რომ მთავრობამ თქვას, რომ 3 მილიარდი შემოვა დაახლოებით 3 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციის სახით. ეს ციფრი თქვენც არ იქნება კოლოსალური. ეს არის პროპორცია, რომელიც რუსთავისთვის არის დაახლოებით, თუ ექსტრაპოლირებას გაუკეთებთ, რუსთავზე გადმოტანილი. ეს ერთი. მეორე, ისტორიულად რუსთავი და თბილისი ცხოვრების დონით იყო ზუსტად ერთნაირი დონის ქალაქი. ანუ რუსთაველების და თბილისელების შემოსავალი ცხოვრების დონე იყო სიმეტრიული, ერთნაირი. დღეს სხვაობა რუსთავსა და თბილისს შორის არის 1:7-თან, 1:8-თან. ანუ რუსთავი არის 8-ჯერ ღარიბი, ვიდრე თბილისი. ეს იმ პირობებში, როცა რუსთავს გააჩნდა და გააჩნია უსერიოზულესი ადამიანური პოტენციალი, უსერიოზულესი სამრეწველო პოტენციალი, რომელიც ესე ვთქვათ საშინლად ექსპლუატირების პირობებში ცენტრალური ბიუჯეტისკენ მიედინება ის ნაკადები, რომელთაც მხოლოდ დოტაციის სახით ბრუნდება რაღაც გარკვეული თანხა რუსთავში. ამ პირობებში მე ვთავაზობ რუსთაველებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთობლივი ძალით ყოველგვარი პოლიტიკანობისაგან, ყოველგვარი ესე ვთქვათ სხვა ადამიანებზე და გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებზე ზემოთ დადგომა და შეგვიძლია კონცენტრირება ჩვენი პრობლემების გადაწყვეტაზე. ეს არის ჩემი გზავნილი დღეს რუსთაველებისათვის. 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია 3 წლის განმავლობაში, რასაც ავტომატურად მოყვება 10,000 სამუშაო ადგილი შექმნა, დაახლოებით 10,000 დოლარის ინვესტიცია საჭირო ერთ სამუშაო ადგილზე, ეს ავტომატურად მოხდება. გაორმაგება მე ვფიქრობ, არის ყველაზე თქვათ სუსტი პროგნოზი ჩემი აზრით, იმიტომ რომ მეტად დიდ შედეგებს ველოდები ბიუჯეტის, რაც ავტომატურად მოიტანს იმას, რომ ჩვენ ბიუჯეტის ზრდის პირობებში მოვახერხებთ, რომ ის პენსია, რომელიც საერთო ნაციონალური პენსია საშუალო, თქვათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით დამატებითი მუნიციპალური დოტაცია გავუკეთოთ პენსიონერებს და გავაორმაგოთ. ეს არის სოციალური დაპირებები. ახლა რაც შეეხება მთავარს, რისი გულისთვისაც მე ეს ყველაფერი დავიწყე. რუსთავში მართლა უზარმაზარი ტექნიკური, საინჟინრო ტექნიკური პოტენციალი იყო, ჰუმანიტარული პოტენციალი იყო და მე ვფიქრობ, რომ რუსთავს დღეს აქვს იდეალური შანსი გახდეს საუნივერსიტეტო რეგიონალური ცენტრი. აი ეს არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ პოსტზე მოსვლის, რომ ჩვენ რეალიზაცია გავუკეთოთ ამ ოცნებას, რომელზეც 10 წლების განმავლობაში ვოცნებობდი. ასევე, ვთქვათ, გადავაქციოთ რუსთავი არა დედაქალაქის საძილე რაიონად, არა დედაქალაქის დანამატად, არამედ დამოუკიდებელ თვითმმართველ ქალაქად, სადაც ზუსტად დავანახებ მთელ დანარჩენ საქართველოს, რამდენად ეფექტურია ადამიანების ინიციატივა, რამდენად ეფექტურია, როცა ადამიანები თვითონ იღებენ გააწყვეტილებას და ამის, ვთქვათ, ცუდი მაგალითი იყო აი ავტოტრანსპორტის მუშაკთა გაფიცვა, მიკროავტობუსების მძღოლების ისტორია. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ მომენტში რუსთავის მაშინდელ არსებულ ხელმძღვანელს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ეს პრობლემა მას არ შექმნოდა. მაგრამ ვიღაცამ დედაქალაქში, რომლის ინტერესებითაც მოხდა, ის ვთქვათ, ლობირება ამ გადაწყვეტილების, მას აუკრძალა ამ გადაწყვეტილების მძღოლების სასარგებლოდ გააწყვეტა. ფაქტურად დარჩენილია 5 დღე იყო ეს პროცესი. რა თქმა უნდა, დარჩენილია 5 დღე იმამდე, როცა დღევანდელი მთავრობის ხელმძღვანელი დაპირებული იყო ამ მძღოლებს გადაწყვიტოს ეს პრობლემა. მე ეჭვი მაქვს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არსებობს. თუ იარსებებს, ესეც იქნება შედეგი პრესინგის და ეს არ იქნება დემოკრატიის გამარჯვება, ეს იქნება მხოლოდ გამარჯვება საარჩევნო კამპანიის პირობებში. და აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არ მოხდება ჩემი მმართველობის პირობებში რუსთავში, იმიტომ რომ მე გადაწყვეტილებებს მივიღებ ხალხთან ერთად, მე ვიქნები პირდაპირ ანგარიშვალდებული ჩემი თანამოქალაქეების იმ ქალაქის, სადაც მე დავიბადე, გავიზარდე, სადაც სკოლა დავამთავრე, სადაც რუსთავი 2 დავაარსე, სადაც მამაჩემი საფლავია, სადაც დედაჩემს 50 წელია ბიოლოგიის მასწავლებელს იცნობენ და პატივს სცემენ. უამრავი ჩემი ნათესავია, უამრავი ჩემი მეგობარი, უამრავი ჩემი, ვთქვათ, კლასელია და ამხანაგია. ამ ადამიანების წინაშე ვიქნები მე პასუხისმგებელი და არა ვიღაც კონკრეტულ ადამიანთან, რომელიც ადღაც ზის დედაქალაქში და იღებს ჩემს მაგივრად გადაწყვეტილებას. ბატონო ეროსი, რომ წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ მიაღწიეთ მიზანს, სამომრჩეველმა მოგცათ ხმა, თქვენ ხართ რუსთავის მერი და პარტია, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, არის უმრავლესობაში საკრებულოში. როგორ მოხდება ამ დაპირებების შესრულება იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად ხელისუფლებაში აბსოლუტურად სხვა ძალები გვყავს? ეხლა მოდი შევთანხმდეთ. ჩემი დამოკიდებულება დღევანდელი ხელისუფლების მიმართ მათი დეკლარირებული პოზიციის მიმართ, როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკურ მიმართულებით, არის აბსოლუტურად ლოიალური. ანუ მე ვაცხადებ, რომ ის, რასაც ისინი დეკლარირებულად აკეთებენ, ჩემთვის არის მისაღები.
საგარეო პოლიტიკური ორიენტირები, შიდა პოლიტიკური ესე ვთქვათ, ფოკუსირება თემატიკაზე მისაღებია. მე მათთან კონფრონტაციაში ვარ მხოლოდ რეალიზაციის ნაწილში. მე ვამბობ, რომ ეს ყველაფერი არის დეკლარაცია, ხოლო ამას რეალიზაციას ჭირდება პროფესიონალები. თვითონაც ამბობენ, რომ ამის რეალიზაციას ჭირდება პროფესიონალები და სანთლით ეძებენ, ოღონდ ეჭვი მაქვს, რომ ძალიან წვრილი სანთლით ეძებენ და პატარა სანთლით, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ მარტო რუსთავში ერთი ჩემი ერთკვირიანი აქტივობის შედეგად უზარმაზარი წარმატებული ადამიანების გუნდი ჩამოყალიბდა, რომლებიც გარიყული იყვნენ 10 წლეულის განმავლობაში ბიზნესიდან, სახელმწიფო საქმიანობიდან მართლა წარმატებული ადამიანები წარსულში. და ეს ადამიანები არსებობენ. და მე ვამბობ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ვერ იქნება პასუხისმგებელი ყველაფერზე, ვერ დაინახავს ყველაფერს, რა ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით და ზუსტად ამიტომ არსებობს თვითმმართველობა, ზუსტად ამიტომ არსებობს ადგილობრივი ინიციატივა და ნიჭიერი ხალხი, რომელიც უნდა გაკეთდეს და მეორე მხრივ მე არანაირად არ ვთვლი ჩემს ესე ვთქვათ სტატუსს კონფრონტაციულს არსებულ ხელისუფლებასთან გულისხმობ იმ ნაწილში, რასაც რუსთაველების ინტერესები ქვია. ჩვენ ვიქნებით თანამშრომლობის რეჟიმში, იქ სადაც აუცილებელი იქნება, ვიქნებით ძალიან მკვეთრად დაპირისპირებული იმ შემთხვევებში, როცა თქვა ცენტრალური ხელისუფლება არ იქნება სამართლიანი და ყველა სხვა შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ამით მოიგებს დემოკრატია, რუსთავის მოსახლეობა და მთლიანად სახელმწიფო. თქვენ ხედავთ ასე ხელისუფლებას, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ ხედავთ თქვენ ხელისუფლება? ეს უნდა გითხოთ ხელისუფლებას, მას შემდეგ, როცა 15 ივნისს მე გავხდები რუსთავის არჩეული, პირდაპირ წესით არჩეული მერი და მეყოლება საკრებულოში ძლავრი ფრაქცია. ბატონო ეროსი, იმ ფაქტის ფონზე, რომ გია ხევიაშვილმა, რომელიც ყოფილი მინისტრია ნაციონალური მოძრაობის და მისმა პარტიამ წარგადგინა თქვენ კანდიდატად ოფიციალურად, მაშინვე გაჩნდა მედიაში ინფორმაცია. არასწორი ინფორმაცია აქვს, გიორგი, მე ვთხოვე ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას, რომელთანაც კავშირი გია ხევიაშვილს არ აქვს არანაირი. ეს პოლიტიკური მოძრაობა არის ჩვენი საქართველო, მე მადლობელი ვარ ამ ხალხის, რომლებმაც ვთქვათ, მიიღეს გადაწყვეტილება და ჩემი კანდიდატურა წარადგინეს. ესეც ამ დღევანდელი კანონმდებლობის დიდი ხარვეზია, იმიტომ რომ ფაქტიურად კანონმა გამორიცხა დამოუკიდებელი კანდიდატის არსებობა მერის თანამდებობაზე. ეს ცუდი გადაწყვეტილებაა და მე ამ თემაზე პირდაპირ კიდე ერთხელ ვიმეორებ. ეს არის სირცხვილი დღევანდელი პარლამენტის, რომელიც რაღაცა კონიუნქტურული ნიშნებით იღებს რაღაც ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც კომპრომისია და არა დემოკრატიისაკენ გადადგმული ნაბიჯი. თქვენ როგორ ფიქრობთ, მაშინ საიდან შეიძლებოდა გავრცელებულიყო ინფორმაცია მედიაში, ხმები, ასე ვთქვათ, რომ შესაძლოა თქვენ ნაციონალურ მოძრაობასთან გაქვთ სინამდვილეში კავშირი და სინამდვილეში ატარებთ ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს. რა ხმებს მე ვერ შეუშლი ხელს, საიდანაც შეიძლება ნებისმიერი ეჭვი ვრცელდებოდეს, ადამიანებს აქვთ უფლება, ასე ვთქვათ, იყვნენ შეთქმულების თეორიაში, მეორე მხრივ სხვა ჯგუფებს აქვთ უფლება დაიჯერონ ის, რაც ხდება. ჩემი პოზიცია არის ძალიან ცალსახა. მე არ ვატარებ რაიმე პოლიტიკურ, ესე ვთქვათ, ხაზს ჩემს გუნდთან დაკავშირებით. ჩემ გუნდში არიან ზვიად გამსახურდიას პერიოდის წარმატებული ადამიანები, მათ შორის სახელმწიფო სამსახურში მყოფი ადამიანები. ჩემ გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც შევარდნაძის, ესე ვთქვათ, მეორედ ან ესე ვთქვათ, თანამედროვე საქართველოს პირობებში შევარდნაძის ხელისუფლების დროს მაღალი თანამდებობები ეკავათ რუსთავში, მათ შორის ყოფილი რუსთავის ვიცემერი. ჩემ გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც წარმატებული იყვნენ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის და მმართველობის პერიოდში. ჩემ გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც მაგალითად ჩემ გუნდში ადამიანი თქვენ ვიზეთ ბრძანეთ გია ხევიაშვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რუსთაველია თუ ვიმსჯელებთ ვთქვათ სტატუსით, ის არის ერთ-ერთი რუსთაველი, რომელიც ოდესმე მინისტრი გამხდარა. მეორე მხრივ ჩემ გუნდშია ეხლა გასული საარჩევნო არჩევნების გულისხმობ საპრეზიდენტო არჩევნებს გიორგი მარგველაშვილის და კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. ის არის ჩემი საკრებულოს კანდიდატთა სიის მეორე ნომერი. ანუ მე გავაერთიანი ადამიანები არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ მათი ინტერესების, მათი შესაძლებლობების და მათი პატრიოტიზმის ნიშნით. ისინი დაინტერესებული არიან, რომ ჩვენ ერთად შევცვალოთ სიტუაცია. ისინი ბევრი თვალსაზრისით დღევანდელი ხელისუფლების, დღევანდელი, ასე ვთქვათ, თავრობის, დღევანდელი მაჟორიტარი დეპუტატის, მათ შორის რუსთავი და მოქმედებით არიან ძალიან განაცხენებული. იმიტომ რომ ზოგადად რამდენიმე ათეული ადამიანი ქართული ოცნების მომხრეები გიორგი, ეს არის რამდენიმე ათეული ადამიანი, საუბარი არის რამოდენიმე ათეულ, ანუ 35 ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აქტივისტებზე. აქ საუბარია საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელზე, აქ საუბარია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებზე, ადგილებზე და მათ უკან დგას ასეულობით და ათასობით ადამიანი. ან მათ უკან დგას ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე
რამდენიმე წლის წინ გამოუცხადეს ნდობა მათივე ესე ვთქვათ ხელით მოხდა წარმატებული მოსვლა ხელისუფლების დღევანდელი ხელისუფლების და დღეს ეს ადამიანები არიან ძალიან უკმაყოფილონი იმ კონკრეტული მე ისევ ამბობ რომ გავრცელდა ინფორმაცია არ ვიცი შეიძლება თვითონ ამ ადამიანების ერთ-ერთი წევრის მიერ რომ ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა ითამაშა ბოლო პუნქტი რამაც მათ გადააწყვეტინათ რომ უკვე დაეტოვებინათ მე ვფიქრობ რომ ყველა სხვა თემა ყველა თემას აქვს უფლება განხილული იქნეს. მე შემიძლია ჩამოთვალო უამრავი მიზეზი, რაზეც დღეს აპარაკობს რუსთაველი ამომრჩეველი, თუ რატომ არის ის იმედგაცრუებული. იმედგაცრუებულია თუნდაც ის ადამიანები, რომლებსაც 2012 წლის არჩევნებზე პირდებოდნენ რუსთავში მეტალურგიული ქარხნის დავალიანების დაფარვას. 2005 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ, სააკაშვილის ხელისუფლებამ, ჩემი აზრით, კრიმინალური და სისხლის სამართლებრივი დანაშაულის გზით ყოველგვარი პირობის გარეშე გაყიდა მეტალურგიული კომბინატი. და ყველა დანარჩენი ვალდებულება ფაქტიურად გააქრო. ვალდებულება საპენსიო დავალიანების, რომელიც ჰქონდა ამ საწარმოს ათასობით პენსიონერის მიმართ, სახელფასო დავალიანების და ასე შემდეგ. და როცა მოდიოდა კოალიცია ქართული ოცნება, მათი მაჟორიტარი დეპუტატი კოალიციის მაშინდელ ლიდერთან ერთად იდგა ტრიბუნაზე და მათ პირდებოდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეს ისინი გადაწყვეტენ ამ პრობლემას. მას შემდეგ 2 წელი გავიდა, ეს პრობლემა გადაწყვეტილი არ არის. არც ერთი თემა, რომელიც უკავშირდებოდა სამართლიანობის აღდგენას, გადაწყვეტილი არ არის. და არ შეცვლილა დამოკიდებულება ადგილზე გულისხმობ ძალიან ბევრი პრობლემის მიმართ, რომელიც მაშინ საზოგადოებას აწუხებდა, მაშინ რუსთაველებს აწუხებდა. ისევ იგივე მიდგომებია, ისევ ისეთივე დამოკიდებულებები, ამიტომ ადამიანები თვლიან, რომ მათ თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და დღეს ეს პირდაპირი არჩევნები მერის არის მათი შანსი შეცვალონ არსებული დეპრესიული რეალობა. ბატონო ეროსი, აქედან გამომდინარე თქვენ არ თვლით ძლიერ კონკურენტად ქართული ოცნების კანდიდატს? მე ვთვლი ერთადერთ კონკურენტად სიღარიბეს, ერთადერთ კონკურენტად თვლი უმუშევრობას და ადამიანების უიმედობას. ეს არის ჩემი კონკურენტი. ყველა სხვა დანარჩენი არის ფაქტორები, რომელსაც ადამიანი ამ წუთში ანგარიშს უნდა უწევდეს, მაგრამ თავარი ჩემთვის არის ახლა ეს. მე დავარწმუნო ეს საზოგადოება, დავარწმუნო ის ხალხი, დავარწმუნო ჩემი კლასელები, ჩემი უმუშევარი მეზობლები, ის ხალხი, რომელიც ახლა მოდის და იმედით მიყურებს, რომ ჩემი მმართველობის პირობებში ამ ქალაქში ჩვენ შევძლებთ ამ დეპრესიული მომავლის შემოტრიალებას და ახალი რეალურად მათთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ბატონო ეროსი, გავაგრძელოთ საუბარი ქართული ოცნების კანდიდატზე, რომელიც თქვენი კონკურენტი იქნება ამ არჩევნებზე. ცოტა ხნის წინ არ ვიცით თქვენ ამის შესახებ იცით თუ არა, თუ არ ვწდები ჯერ არც დასრულებულა ბოლომდე ცესკოს ხდომა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, ეს წუთია დასრულდა, მითხრეს ახლა, რომ კანდიდატი, რომელსაც თითქოს არ უცხოვრია ბოლო 2 წელი საქართველოში, რჩება მაინც რეგისტრირებულ კანდიდატად და ის მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. აგრეთვე იგივე გადაწყვეტილება იქნება მიღებული ფოთის კანდიდატთან დაკავშირებით. ამ დროს ჩვენ ვიცით, რომ ოქროაშვილის შემთხვევაში, რომელსაც გორის კანდიდატად უნდა კენჭი ეყარა, უარი უთხრეს. იგივე მიზეზით, აი თქვენი კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით. მე მოგატყუებთ, რომ ამ სიტუაციას არ ვიცნობ, იმიტომ რომ მე ვაკონტროლებ ჩემი, ესე ვთქვათ, ირგვლივ რა ხდება, მათ შორის საარჩევნო ბატალიების, ვთქვათ, ბატალიებს და საარჩევნო პერიპეტიებს და მე ვიცი ეს ისტორია, ვიცი ეს გადაწყვეტილებაც, ვიცი რომ ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა, უბრალოდ წინააღმდეგი წავიდა, როგორც ამ წუთში ჩემთვის ცნობილია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მხოლოდ ნაციონალური ბოდისვერდი, ეს ვთქვათ, ქართული ოცნების კოალიციის პარტიების და პლუს ერთი პროფესიული ნიშნით შეყვანილი ადამიანის მონაწილეობით. მე შემიძლია ერთი რამ თქვა, ეხლა ეს ჩემთვის, ვთქვათ, დიდად საინტერესო არ არის. მე თვლი რომ ყველა შემთხვევაში გავიმარჯვებ რუსთავში, მაგრამ გეტყვით მეორეს. ეს ბადებს ძალიან დიდ კითხვის ნიშანს სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თუ ერთი და იგივე кейსის პირობებში кейსი არის იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რომელიც მოხსნეს და ეს ადამიანები, აი ეს 6 კომისიის წევრი იყო ალბათ ის, ვინც ხელი აუწია ამ გორის კანდიდატის მოხსნას არჩევნებიდან, იგივე ადამიანები ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში მხარს უჭერენ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, ეს თავისთავად უკვე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანს აჩენს, რამდენად სამართლიან გარემოში ჩატარდება არჩევნები. ეს ერთი. მე ვფიქრობ, რომ ამ გადაცემის შემდეგ მექნება კონსულტაცია იურისტებთან და ვფიქრობ, ვიმსჯელებთ იმაზე, ღირს თუ არა, თქვა, შემდგომი ტესტირება გავაგრძელოთ ქართული დემოკრატიის, ამ შემთხვევაში გულისხმობ სასამართლოს გზით, ღირს თუ არა საერთოდ ამაზე დროის კარგვა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საინტერესო ისტორია იქნება, თუ როგორ გადაწყვეტს, თქვა, დღეს უკვე
საოლქო სასამართლო თბილისის ამ кейს, რომლის საწინააღმდეგო кейსი აქვს მიღებული სულ ცოტა ხნის წინ. რამდენიმე კვირის წინ. ამიტომ ეს თავისთავად საინტერესოა, მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტებისთვის საინტერესო თემა. მე ამით ვფიქრობ, რომ დიდი დროის დაკარგვას ამ მიმართულებით არ ვაპირებ, ეს ჯობია თქვენ ამონიტორინგოთ. მე მაქვს კონკრეტული პრობლემები, მე უნდა მოვასწრო და დიდი მადლობა იმისაც, რომ მომეცით საშუალება პირდაპირ ველაპარაკო დღეს რუსთაველებს, ასევე მზად ვარ ველაპარაკო კონკურენტების, რომელზეც თქვენ საუბრობთ, თანდასწრებით, ტელედებატების ფორმატში, მაგრამ დღეს არის ჩემი პირველი შანსი პირდაპირ თვალებში უყურო რუსთაველ ამომრჩეველს და უთხრა, ყველაფერი შეგვიძლია. ჩვენ შევქმნით ეს ქალაქი, ჩვენმა მშობლებმა ააშენეს ეს ქალაქი იყო ძალიან წარმატებული ქალაქი და ბევრი მიზეზის გამო დაინგრა ყველაფერი, მაგრამ შეგვიძლია ამ ყველაფრის დაბრუნება. თუ ვიქნებით ერთად, თუ ვენდობით ერთმანეთს, თუ გავაკონტროლებთ ერთმანეთს და კონტროლისა და თანამშრომლობის პირობებში ჩვენ ყველაფერს მივაღწევთ. ბატონო იორისი, რუსთავი თქვენ გიცნობთ ძალიან კარგად, რა თქმა უნდა, როგორც თანაქალაქელს, მაგრამ იმისათვის რომ თქვენ ხმები მიიღოთ, ისინი უნდა გენდობოდნენ თქვენ როგორც პოლიტიკოს. გუნდი თქვენი, რომელზეც ახლა საუბრობთ, რა თქმა უნდა, ცოტა ხნის წინ შეიქმნა და იმისათვის რომ ნდობა მოიპოვოს ამ გუნდმა, რა თქმა უნდა, აუცილებელია სტაბილურობა. და ეს სტაბილურობა უნდა დაინახოს ამომრჩეველმა. თუ გავიხსენებთ თქვენ პოლიტიკურ წარსულს, თქვენ მაგალითად იყავით ელჩი სააკაშვილის მთავრობის დროს, შემდეგ იყო პარტია, რომელიც დაიშალა, რომელიდანაც გამოგრიცხეს ქართული პარტია და ასე შემდეგ. აი ამქედან გამომდინარე, რამდენად დაიჯერებს ამომრჩეველი თქვენი პოლიტიკური გუნდის სტაბილურობას? მოდით შევთანხმდეთ თავარზე. ჩემი აზრით ეს არის ყველაზე პრინციპული. აი როგორც არ ვიცი, სათბურში მოყვანილი ადრეული პამიდორი არ ვარგა ნატურალურთან შედარებით, ისე ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე ორგანული, ჩვენი ვთქვათ, მშობლიური და ასე შემდეგ. ჩემთვის ეს ქალაქი არის აბსოლუტურად ბუნებრივი გარემო. ამ ქალაქში ცხოვრობს დედაჩემი, რომელიც 50 წელია მასწავლებელია და გულიკო მაჭავარიანი, იკითხეთ, თუ გექნებათ საშუალება, რას ფიქრობენ მასზე, რამდენი მისი გაზრდილი ადამიანი ცხოვრობს ამ ქალაქში. მამაჩემი, რომელზეც ვთქვათ, ძალიან კეთილი აზრის არის რუსთავი. რუსთავში მე მიცნობენ არა ტელევიზიის პრომოუშენით, არა შავი პიარით, არა, ეს ვთქვათ, იმით, რასაც ჩვენ ახლა ხშირად ვაკვირდებით ხოლმე, ახლა უკანასკნელ პერიოდში იყო კიდე ერთი საინტერესო ისტორია, არამედ იმით, რომ მე იმ ქალაქში დავამთავრე სკოლა, იმ ქალაქში დავიწყე სამედიცინო საქმიანობა, ვიყავი რუსთავის ჯანმრთელობის განყოფილების გამგე 25 წლის ასაკში, გავხდი და საკმაოდ ნორმალური სახელი დავტოვე იქ. დავაარსე ტელევიზია, რომელიც გახდა სიამაყე ამ ქალაქის და მე როცა თბილისში მოვდიოდი, მახსოვს, როცა გადმოგქონდა ტელევიზია რუსთავი 2. თბილისში ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი თბილისელი მეუბნეოდა რუსთავი 2-ით. თბილისში როგორ შედიხარ იქ? დედაქალაქი არ მიიღებს ამ პროვინციულ სახელს, მე მახსოვს და მე დღესაც ამაყი ვარ იმისთვის, რომ რუსთავის სახელი არა ნაციონალურ, ამეთ მსოფლიო არენაზე გავიტანე და 2004 წელს ამ შენობაში უნდა იყოს ის პრიზი, რომელიც ჩვენ მივიღეთ როგორც მსოფლიოს საუკეთესო მაუწყებელმა. ეს იყო, ესე ვთქვათ, International Award of Excellence. თან NAB-ის უზარმაზარ ფორუმზე, სადაც ამ პრიზზე ოცნებოდნენ მაშინ საბჭოთა კავშირის პოსტაფსოტა ქვეყნების უამრავი ტელევიზიის დირექტორები, მფლობელები. ამიტომ მე ისი თქვა მინდა, მე რუსთაველებთან ის ადამიანი ვარ, რომელიც მათ ვერ მოვატყუებ და ისინი იცნობენ ჩემს ბავშვობას, ჩემს საქმეებს და იცნობენ რეალურად, მე მათი მეზობელი ვარ. ამიტომ ისინი პროპაგანდით ჩემზე არ იმსჯელებენ. მე ამის იმედი მაქვს და დანარჩენი ჩვენ გვაქვს დაახლოებით, რა ვიცი, 20-25 დღე და ამ პერიოდის განმავლობაში მე მაქვს შანსები, რომ თვითოულ მათგან შევხვდე, ყველა ეზოში მივიდე, დაველაპარაკო და მე იმედი მაქვს, რომ ამ ხალხთან ჩვენ საერთო ენას გამოვлахავთ იმ მომავალთან დაკავშირებით, რომელიც მინდა რომ ჩვენ ერთად დავაშენოთ რუსთავში. მე წარმატებას გისურვებთ, ბატონო ეროსი, დიდი მადლობა, რომ ეროსი კიცმარიშვილი იყო ისევ რუსთავი 2-ზე. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ. ჩვენ გავაგზავნებთ სააჩევნო თემატიკით უკვე იმ კოალიციასთან ერთად, რომელიც სპეციალურად ამ არჩევნებისთვის შეიქმნა. დაგველოდეთ, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია, თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაერთიანებული 5 პოლიტიკური ძალა. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც პროგრესისაკენ ვივით. თბილისის მერობის კანდიდატი, ადამიანი, რომელიც ომბუდსმენობისთვის იბრძოდა, დედაქალაქის მთავრობის სათავეში მოქცევას შეეცდება. როგორ აპირებს დიმიტრი ლორთქიფანიძე ამომრჩეველთა ხმების მიღებას? სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევა, ეს არის უმთავრესი ამოცანა, რომელიც ქალაქის მერის წინაშე უნდა იდგეს. კოალიციის ყველა კანდიდატი ერთ გადაცემაში, ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია არჩევანში.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვეც არჩება და ჩვენ განვაგრძობთ ძირითადი პარტიების და საარჩევნო კოალიციების წარდგენას. ჩვენი დღევანდელი სტუმრები იმ პოლიტიკოსის ირგვლივ გაერთიანდნენ, რომელმაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა მეათედის მხარდაჭერა მოიპოვა და შედეგების მიხედვით კანდიდატებს შორის მესამე ადგილზე გავიდა მისი საარჩევნო კოალიციის პრიორიტეტებს და კანდიდატებს ის ახლა თვითონ გაგვაცნობს. გთხოვთ მიესალმოთ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. მოგესალმებით ქალბატონო ნინო. ხომ დაიკავოთ დროებით ეს ადგილი. ქალბატონო ნინო, ბუნებრივია ჩვენ ვისაუბრებთ მთლიანად კოალიციაზე, მოგვიანებით და სხვა კანდიდატებზე, მაგრამ მოდით დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტით, რომელიც ყოველთვის ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს თვითმმართველობის არჩევნების დროს. ეს არის ვინ იქნება თბილისის მერი. წარმოგვიდგინეთ თქვენი კოალიციის კანდიდატურა. დიდი მადლობა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს და დიდი სიამოვნებით წარმოვუდგენ კოალიცია ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციას და ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ვის წარვადგენთ ჩვენ და ვინ წარვადგინეთ თბილისის მერის კანდიდატად. მე ვთვლი, რომ ჩვენ წარვუდგინეთ საქართველოს ძალიან ღირსეული კანდიდატურა, წარვუდგინეთ ნამდვილად საუკეთესო პიროვნება ყველა იმ კანდიდატს შორის, რომელიც არის დასახელებული. ეს არის ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქმე, მისთვის უპირველესია ქვეყანა, მისთვის უპირველესია სამშობლო, ის ტრადიციების, ფასეულობები, რაც ჩვენ გვაძლიერებს და რამაც მოგვიყვანა ჩვენ, მთელი ჩვენი ქვეყანა აქამდე. ეს არის ადამიანი, რომელიც არასოდეს არ მოიპარავს ბიუჯეტის სახსრებს და არასოდეს არაფერს არ მოიპარავს, იმიტომ რომ ის არა მარტო 8 შვილის მამაა, რაც საქართველოში სადაც დემოგრაფიული პრობლემა ასე მწვავედ დგას, არამედ ის არის მორწმუნე ადამიანი, რომელმაც იცის, რომ სხვისი შვილის ლუკმა მის შვილს არასოდეს არ შეერგება. ამიტომ თბილისელებს შეუძლიათ იყვნენ აბსოლუტურად დარწმუნებულნი, რომ მათ ეყოლებათ მერი, რომელიც მათ შვილებზე, მათ ოჯახებზე იზრუნებს. თბილისელები იგრძნობენ, რომ რიგითი თბილისელის დრო მოვა დიმიტრი ლორთქიფანიძის არჩევის შემთხვევაში. თბილისელები იგრძნობენ და დაინახავენ, რომ ჩვენთვის, ჩვენი გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნება, ამავდროულად თბილისის განვითარება და თბილისი მოწესრიგდება მაშინ, როდესაც თბილისელები გააკეთებენ ერთადერთ სწორ არჩევანს და ხმას მისცემენ დიმიტრი ლორთქიფანიძეს და კოალიცია ნინო ბურჯანაძე ერთიან ოპოზიციას. ალბათ გამეთანხმებით, რომ დრო არის მოვიწვიოთ დიმიტრი ლორთქიფანიძეს სტუდიაში და მე ამას დიდი სიამოვნებით მოგესალმებით ბატონ დიმიტრის, მოგესალმებით ბატონ დიმიტრი. მე დავუწყო ტრიბუნას ბატონ დიმიტრის. დიდი მადლობა წარდგენისთვის. დროებით დაბრძანდით თქვენს თანაგუნდელებთან ერთად ქალბატონო ნინო და შემდეგვე ისევ მოგიწევთ კათედრასთან. ბატონ დიმიტრი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოგესალმებით თქვენ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მივესალმები კოალიცია ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის ყველა ლიდერს, რომელიც წარმოდგენილია დღევანდელ სტუდიაში და ჩვენს მეგობრებს, გულშემატკივრებს, რომლებიც გულშემატკივრობენ როგორც სტუდიიდან, ისე ტელეეკრანიდან. მოდით ბატონო დიმიტრი. დავიწყოთ საუბარი იმ საკითხით, რომელიც შეიძლება ყველაზე მტკივნეული იყოს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გუნდი გაიმარჯვებს არჩევნებში. როგორ აპირებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას იმისათვის, რომ არ დაზარავდეს თბილისი? ძალიან კარგი კითხვა, მინდა გითხრათ, რომ კონკურენცია ადგილობრივ ხელისუფლებასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის არის ის ნიშანდობლივი გარემოება, რითაც უნდა ისარგებლოს საზოგადოებამ. დღემდე ჩვენ ამ პრეცედენტის ფაქტის წინაშე არ დავმდგარვართ. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ქართული ოცნების ლიდერები ღიად აცხადებდნენ, რომ მათ ჭირდებოდათ 3, ესე იგი შეკრული ციკლი: საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობა. ისინი პირდაპირ უკვეთავდნენ და მათი ლიდერი ბატონი ბიძინა ივანიშვილი არც მალავდა და პირდაპირ უკვეთავდა, რომ იმისათვის, რომ მათ განახორციელონ სრულფასოვანი ასე ვთქვათ ხელისუფლება, საჭიროა, რომ ყველა სახელისუფლებო შტოში პრეზიდენტის ჩათვლით, რომ ისინი იქნენ წარმოდგენილნი ძალაუფლებაში. თუმცა ჩვენ ამას არ ვეთანხმებით და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდი ნაწილი ამას არ დაეთანხმება. ამას არ ეთანხმება. უნდა არსებობდეს კონკურენცია, მაგრამ კონკურენცია არ უნდა იყოს შემაფერხებელი ძალა, არამედ პირიქით. კონკურენცია არის სწორედ ის ერთადერთი შეღავათი, რითაც შეიძლება ისარგებლოს საზოგადოება. ამისი ნათელი დადასტურებაა ევროპული დემოკრატია და კერძოდ გერმანული არჩევნები, როდესაც ცენტრალურ ხელისუფლებაში მოსაყვანი ძალის ასე ვთქვათ ანტიპოდი პოლიტიკური ანტიპოდი ყოველთვის ხდება არჩევანის მთავარი საგანი თვითმმართველობაში. ეს არის დემოკრატიის ანიდაბანი ევროპისთვის, ვინაიდან კონკურენციამ უნდა უზრუნველყოს პროგრესი, მოდერნიზმი, მოდერნიზმმა უნდა უზრუნველყოს კეთილდღეობა ჩვენი საზოგადოებისა. ამ შემთხვევაში არჩევანი არის უალტერნატივო.
ეს არის ძლიერი ოპოზიცია და ძლიერი ოპოზიციის ფარგლებში ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია როგორც ლიდერთა ერთობა ხაზი მინდა გაუსვა. აქ არის დაახლოებით 15 სპოუქსმენი. აქ არიან ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე საპარლამენტო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებული თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი რესურსი მოახმარონ საკუთარ ქვეყანას. და ეს მე მგონი იქნება ძალიან კარგი სტაგნირებულ მდგომარეობაში ყოფი ხელისუფლებისთვის. ხელისუფლება უძრაობის ხანას განიცდის. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ეს ფაქტია. პოლიტიკური კრიზისი კარზე მოგვადგა. საჭიროა, რომ შოკური თერაპიის ეფექტი იქონიოს ადგილობრივ თვითმმართველობაში მოსულმა ისეთმა ძალამ, როგორიც გახლავთ ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია და აქ წარმოდგენილი ყველა ლიდერი, რომლებსაც თქვენი წყალობით შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი პრიორიტეტებით თავად წარმოგიდგინოთ. კონკურენცია როგორც წარმატების მამოძრავებელი ძალა ამბობს დიმიტრი ლოხტმანიძე, როგორც ეს წარმატებულ ეკონომიკაში ხდება. ბატონო დიმიტრი, მოდით მაშინ ვისაუბროთ თქვენს კონკურენტებზე. ვის აღიქვამთ მთავარ კონკურენტად? არის ეს ქართული ოცნების კანდიდატი? მე მინდა პირდაპირ გითხრათ და ეს არ არის რაღაც ფიგურალური გამოხატულება ჩემი დამოკიდებულებისა კონკურენტების მიმართ. არც ერთი სახელი და გვარი ჩემი კონკურენტი ნამდვილად არ არის. ჩემთვის კონკურენციას წარმოადგენს ის მრავალმილიონიანი რესურსული ბიუჯეტი, რომელიც გამოყენებულია ამ შემთხვევაში საარჩევნოდ და ასევე ის შავი სალარო, რომელიც როგორც ნაციონალურ მოძრაობას, ისე ქართულ ოცნებას ძალიან მყარად უმაგრებს ზურგს. ეს იყო ალბათ გარანტია იმისაც, რომ ისინი ძალაუფლების გაყოფისთვის მზად იყვნენ არჩევანი არადანის პრინციპით, ორპარტიული სისტემის ჩამოყალიბებამ პროტესტი გამოიწვია მათ შორის ქართული ოცნების კონგლომერატში შემავალ ზოგიერთ პარტიაში და მის ლიდერში, გაგახსენეთ მწვანეთა პარტიის ლიდერის პირდაპირ დემარშს პარლამენტის შენობაში და შესაბამისად მე მაფიქრებინებს ეს ვივარაუდო, რომ პოტენციალთა სხვაობა, რომელიც უნდა ჩამოყალიბებულიყო ამ ორ ძალას შორის და რომელიც აი ამ ხელისუფლებას გააგრძელებდნენ, ასე ვთქვათ, სიამტკბილობაში კოაბიტირებულნი, ერთადერთი, რასაც შეეძლო ამისთვის ხელი შეეშალა, იყო მძლავრი ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბება. ოპოზიციისა, რომელიც იქნებოდა გარანტი იმისა, რომ პირველ რიგში თვითმმართველობის დონეზე სახალხო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას შეძლებდა თვითმმართველობებში. ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი ეპოქალური მნიშვნელობის არჩევნებია. 12 თვითმმართველი ქალაქი, 2088 არჩეული საკრებულოს წევრი, მუნიციპალიტეტის გამგებლების პირდაპირი წესით არჩევნა. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ჩაითვალოს როგორც პროგრესად ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების დონეზე. თუმცა ძალიან ბევრი პრობლემატური საკითხი არის ამ კოდექსში შეტანილი საკითხებს შორის და ამაზე ჩვენ შეგვიძლია ძალიან დიდხანს დავრცლად ვისაუბროთ. ბატონო დიმიტრი, ჩვენ აგრეთვე აუცილებლად ვისაუბრებთ უფრო დეტალურად თქვენ რის გაკეთებას, რის შეცვლას აპირებთ თბილისში, როგორია თქვენი პრიორიტეტები და პირველადი გეგმები, მაგრამ აქვე მინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად რეალური დიდი შანსი აქვს ამ გუნდს, რომელიც ნამდვილად ეფექტური გუნდია, თქვენც აღნიშნეთ ამდენი ლიდერით დაკომპლექტებული, რომ გაიმარჯვოს მაგალითად NDI-ის კვლევების ფონზე, სადაც 9% დაწერეთ, ასე ვთქვათ, თქვენ გამოკითხულთა შედეგების მიხედვით. არ დაგეთანხმოთ, ეს მართლა ძალიან დიდი თუმცა მე ხაზი უნდა გაუსვა, ეს დეტალიც მნიშვნელოვანი, ალბათ იმ დროს ჯერ თქვენ არ იყავით დასახელებული და იქ იყო უბრალოდ ზოგადად კანდიდატზე საუბარი, ადამიანებმა გამოკითხულება არ იწოდეთ, ვინ იყო ეს კანდიდატი. დიახ, აქედან გამომდინარე წარმოუდგენელია ჩემგან თქვენ მიიღოთ პასუხი, რომელიც თქვენის თვალსაზრისით და საზოგადოების თვალსაზრისით ჩაითვლება ობიექტურად. დიახ, მე მინდოდა ეს განმარტება გაკეთებული იყო, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ NDI-ის წარმომადგენლებს. მე თავად გახდით ვაშინგტონში მათი სტუმარი, ისინი სტუმრობდნენ, ჩვენ ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან ერთად ჰქონდა შესაძლებლობა მათთან საუბრისა. ისინი ყველანაირად ცდილობენ ცენტრალურ სათავო ოფისის წარმომადგენლებზე მაქვს საუბარი, რომ სწორ ჩარჩოში წარმართონ ეს წინასაარჩევნო პროცესი და დაგვეხმარნონ მაქსიმალურად, რასაც ვერ ვიტყვი სამწუხაროდ საქართველოს წარმომადგენლობაზე, NDI-ის წარმომადგენლობაზე საქართველოში, რომლებიც გარკვეულწილად უშვებენ შეცდომებს. და როგორც აღმოჩნდა, ეს არ არის მთლად მათი ბრალი. როგორც აღმოჩნდა, აქ ბრალეულობა შეიძლება ვეძებოთ იმ კვლევითი ორგანიზაციების წიაღში, რომლებიც უშუალოდ იღებენ NDI-ისგან კვლევის წარმართვის შესაძლებლობას, პარტნიორებზეა საუბარი და რომლებიც როგორც ჩანს უშვებენ შეცდომას მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთი მათგანი ან მათი ლიდერი შეიძლება იყოს კონიუნქტურულად დაკავშირებული, ასე ვთქვათ, ნაციონალურ. მე მახსოვს, როდესაც მიმდინარეობდა ეს კვლევა, იმ დროს მოხდა თქვენი დასახელება, აპრილის დასაწყისში იყო ეს თუ არ ვცდები, თუმცა მე ზუსტად გეტყვით, 4 აპრილს მოხდა ჩემი დასახელება. 4 აპრილს მოხდა ჩემი დასახელება, ჩემს მერე მოხდა რამდენიმე ლიდერის დასახელება, რომლებიც აღმოჩნდნენ კვლევაში, ეს უნდა ითქვას პირდაპირ, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ 26 მარტიდან 18 აპრილამდე წარმართული კვლევის პროცესში 4 მარტს დასახელებული მერობის კანდიდატის მიმართ კვლევის შედეგების არ გამოქვეყნება, სულაც არ მეტყველებს მათ გამჭვირვალეობას. კარგით, მოდით ვისაუბროთ აქ
აქედან გამომდინარე კონკრეტულად თქვენს პიროვნებაზე, თქვენზე როგორც პოლიტიკურ ფიგურაზე. რას მატებს ამ შემთხვევაში კონკრეტულად დიმიტრი ლორთქიფანიძე ამ გუნდს, რატომ უნდა მისცეს კონკრეტულად დიმიტრი ლორთქიფანიძეს თბილისელმა ამომრჩეველმა ხმა და არა ზოგადად გუნდს? შევეცდები გაგცეთ პასუხი ამ კითხვაზე. მე ვფიქრობ, რომ ის კრიტერიუმები, რითაც უნდა იხელმძღვანელოს ამომრჩეველმა არჩევნების დღეს, გადის იმაზე, თუ რამდენად მზრუნველი შეიძლება იყოს მერი, რამდენად დამოუკიდებელი შეიძლება იყოს მერი, რამდენად პრინციპული შეიძლება იყოს მერი და რამდენად შეძლებს ის დაიცვას თავისი არჩევანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრები და მე ვიქნები მოხარული და ვიქნები ბედნიერი, თუ ჩემი ბოლო 6 წლის განმავლობაში საჯარო პოლიტიკაში არსებობა და მუშაობა საქართველოს პარლამენტში შეფასდება ჩემი ამორჩევლის მხრიდან იმგვარად, რაც მე შესაძლებლობას მომცემს ვიფიქრო, რომ 2014 წლის 15 ივნისის არჩევნები დასრულდება კოალიცია ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის გარანტირებული გამარჯვებით, მყარი წარმატებით და ამ წარმატების ფარგლებში მეც მივაღწევ იმ შედეგს, რომლის იმედით სხვათა შორის ძალიან ბევრი ჩემი თანამოქალაქის თვალებშიც იკითხება. ბატონ დიმიტრი, მე არ შემიძლია რა თქმა უნდა ამ თემას არ შევეხო, ვინაიდან ისედაც აქტუალურია ბოლო პერიოდში ეს თემა, ეს არის ანტიდისკრიმინაციული კანონი და თქვენ ამ კანონს არ უჭერთ მხარს, ხომ არ ვწდები? ასეთი ფორმით ყოველ შემთხვევაში, რომელი ფორმითაც ის მიიღო პარლამენტმა. თქვენთვის როგორც ადამიანისთვის, რომელსაც სურდა გამხდარიყო ომბუდსმენი, რატომ არის ეს კანონი ასეთი მიუღებელი? ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი, გულწრფელად გიხდით მადლობა სამ შეკითხვის დასმისთვის. მე არ მეძლევა ხოლმე ხშირად შესაძლებლობა და არ მაქვს ის ფუფუნება, რომ თქვენი ეთერით ვისარგებლო ხოლმე. ძალიან მოხარული ვიქნები თუ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა დროსაც მომიწევთ. თქვენთან ბოლოს ვიყავი 10 დეკემბერს ეთერში უფლებადამცველთა საერთაშორისო დღისადმი მისმევ. პარასკევს პატა იაკობაშვილთან იყავით. პირდაპირ ჩართვა იყო მაპატიე. კი, მე გულისხმობ საეთერო, ასე ვთქვათ, აკადემიურ სტუდიას, როდესაც კონკრეტული თემა იხილება ხოლმე. გეთანხმებით ამ საკითხში. მე მინდა გითხრათ, რომ მერის წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს მოქალაქეთა სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების დაცვის რეალიზაციაზე პირდაპირ პასუხისმგებლობა. თქვენ იცით, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო აქტში, როგორიც არის მანიფესტაციებისა და მიტინგების შესახებ კანონი, თვითმმართველობებს ეკისრებათ პირდაპირი როლი იმისა, რომ მათ დაარეგულირონ საკითხები იმგვარად, რომ ერთი სოციალური ჯგუფის ინტერესის, ასე ვთქვათ, საკითხებმა არ გადაკვეთოს იმგვარად სხვა სოციალური ჯგუფის ინტერესები, რომ არ მოხდეს მათ შორის კონფლიქტი. ამაში მერს გააჩნია უზარმაზარი წვლილი შეუძლიერებს შეიტანოს. მე გეტყვით, რომ 26 მაისს მაგალითად 25-დან 26 მაისის ღამეს თბილისის მერი რომ ყოფილიყო მაღალი ლეგიტიმაციის პიროვნება. მას რო ქონოდა мотиваცია იმისა, რომ ამ კანონით მონიჭებული უფლებამოსილებით ესარგებლა იმგვარად, რომ ჩამდგარიყო ალყაშემორტყმულ ხალხსა და იმ სპეცოპერაციის განმახორციელებელ ჯარებს შორის, რომლებმაც დაუნდობელი სისხლის კალო მოუწყეს თავის მოსახლეობას. მე დამერწმუნეთ და დარწმუნეთ, თქვენ შეგიძლია წარმოიდგინოთ თქვენი თავი მერის ამპლუაში ამ მომენტში. თქვენ მოდიხართ მთელი თქვენი ჯგუფით, მთელი შემადგენლობით, ალარმიზაციას ახდენთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამბობთ, სისხლი არ დაიღვრება. მე ჩემს მოქალაქეებს არ მივცემ შესაძლებლობას ცენტრალური ხელისუფლების, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ გადაჯეგონ და სისხლიანი კალო მოუწყონ ჩემს მოქალაქეებს. აი ეს უნიკალური შანსი ხელიდან გაუშვა გიგი უგულავამ 2011 წლის 25 მაისს. ეს უნიკალური შანსი შემდგომშიც იქნა გაშვებული. მაგრამ მე იმის თქმა მინდა ამითი, რომ მომავალში მსგავსი რომ არ მოხდეს. ქალაქის მერი არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის სტრუქტურული დანამატი, ასე ვთქვათ. ის უნდა გამოირჩეოდეს მაღალი ლეგიტიმაციით. ის არ უნდა იყოს კონიუნქტურის ტყვეობაში. მე ამის თქმა მინდა. მას უნდა ქონდეს ძალიან მაღალი ხარისხი მოქმედების და მე თუ ვარ დღეს წარდგენილი ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის მხრიდან მერობის კანდიდატად, სწორედ დასტურად იმისა, რომ ჩვენ ვართ თანასწორნი და ჩვენი ლიდერი ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ამ შემთხვევაში არის უპირატესი თანასწორთა შორის და ჩემი თანასწორობა ჩემს ლიდერებთან მიმართებით გამოიხატება სწორედ იმაში, რომ ჩემი დამოუკიდებლობა და პრინციპული საკითხები და მიდგომა საკითხების გადაწყვეტილებისადმი იქნება აბსოლუტურად ავტონომიურ რეჟიმში მიღებული, რაც გულისხმობს ურთიერთობას ხალხთან და მე მინდა გითხრათ ერთი მაგალითი უბრალოდ. თუნებას მომცემთ. აი ძალიან ხშირად საუბრობთ ჩვენ და ჩვენი კოალიცია იმის შესახებ, რომ ქალაქ თბილისს არ გააჩნია თავისი ურბანული განვითარების გენერალური გეგმა. ურბანული განვითარების გენერალური გეგმის მიღებას მე ვაპირებ ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის ისეთი საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის დონეზე, რომელიც დაკომპლექტებული იქნება არქიტექტორებით, ურბანისტებით, ხელოვნებად მცოდნეებით, მაგრამ არც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება ჩემთვის ხელმოსაწერად მზად.
ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება რომ ჩავატაროთ მინი პლებისციტები ყველა იმ ურბანულ ქსოვილში, სადაც ვაპირებთ განვახორციელოთ კონკრეტული ღონისძიებები და კონკრეტული პროექტები. იქნება ეს კულტურული მემკვიდრეობის მხარე, ჩუღურეთის რაიონი, ხარფუხი, კალა, თაწმინდა, სოლოლაკი, ორთაჭალის ნაწილი, თუ იქნება ის ნაწილი, რომელშიც ჩვენ გვეგმავთ რომ სწორედ გამოვაცხადოთ ძალიან სერიოზული კონკურსი იმისთვის, რომ დაუნთაუნის სიტი და ესე იგი ისეთი ბიზნეს გარემო და ბიზნეს სამყარო შეიქმნა, სადაც არქიტექტორები დაეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ულტრათანამედროვე პროექტების განხორციელებაში. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება საზოგადოების ჩართულობა. პლებისციტი სწორედ ის ელემენტია, რომელმაც უნდა დამარწმუნოს მერი, სანამ ხელს მოვაწერ იმ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომელსაც მე მიდგენს ეს მაღალი ლეგიტიმაციის საბჭო, რომ ჩემს მიერ მოწერილი დოკუმენტი მზად არის რეალურად იმისთვის, რომ მე ბოლო წერტილი, ანუ ბოლო აკორდი ავიღო მის იმპლემენტაციაში. აი ესეთი სახალხო ჩართულობის და სახალხო მონაწილეობით მისაღები გადაწყვეტილებებისთვის ვემზადებით ჩვენ იმ შემთხვევაში თუ კი არჩევანი გაკეთდება ნომერ 3-ზე და მე მოუწოდებ ჩემს ამომრჩეველს რომ ნომერი 3 ეს არის არჩევანი უძრაობასა და პროგრესს შორის. ეს არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის. და მე მინდა რომ ქალბატონ ნინო ბურჯანაძის ლიდერობით გამოხატული ეს ერთობა კიდევ ერთხელ წარმოვადგინე როგორც უალტერნატივო, არა იმიტომ რომ ეს არის ჩემი კოალიცია, რომელმაც მე დამასახელა მერობის კანდიდატად, არამედ ეს არის რეალურად ლიდერების ერთობა, ეს არის იმ ლიდერების ერთობა, რომლებმაც სახელმწიფო ყველა შტოში შემდგომში, იმიტომ რომ ეს არის ხანგრძლივადიანი, გრძელვადიანი, ასე ვთქვათ, კოალიცია, რომელსაც გააჩნია უდიდესი მიზანი. რომ მოვიდეს საპარლამენტო არჩევნების გზით ცენტრალურ ხელისუფლებაში. ამიტომ ჩვენ ყველა ლიდერი, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს კოალიციაში, მზად არის მომავალში აიღოს ძალაუფლება ხელში. ბატონ დიმიტრი, ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ საუბარი კიდევ სხვა დეტალებზე, თუ რის გაკეთებას აპირებთ თქვენ თვითონ, მაგრამ მე მინდა დავუბრუნდეთ იმ თემას, ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომ ამოვწუროთ უბრალოდ ეს საკითხი. თქვენ ფაქტობრივად გვითხარით, როგორ მოიქცეოდით, ну თეორიულად თქვენ მაშინ ამის შანსი არ ქონდათ, თეორიულად როგორ მოიქცეოდით იმ 25-26 მაისს, მერი რომ ყოფილიყავით, როგორ მოიქცეოდით 17 მაისს გასული წლის. მოდი ჯერ შევხედოთ როგორ მოიქცა, ხო, მერი საერთოდ არ გამოჩნდა. მერმა გამოგზავნა თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დარბევამდე 15 წუთით ადრე, რომელიც მოვიდა თავის მხლებელ ამალასთან ერთად, გადასცა გაფრთხილება, რომ იწყებოდა სპეცოპერაცია და რომ ის ადამიანები გასულიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მან ძალიან კარგად უწყოდა, რომ ვერც ერთი ადამიანი, ვისაც მან გადასცა გაფრთხილება ვეღარ დატოვებდა რუსთაველის გამზირს. ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით და ეს არის უკვე აქსიომა, რომელსაც მტკიცებულება აღარ ჭირდება, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს ამჯერადო გამოძიებაში იხილება. მან ძალიან კარგად იცოდა, ანუ მერზე მაქვს მე ამ შემთხვევაში ლაპარაკი და არა იმ პირზე, რომელმაც გადასცა ეს რწმუნებულება, მაგრამ მან ეს მაინც განახორციელა, იმიტომ რომ ფორმალურად ვალი მოეხადა, მაგრამ დამდგარი იყო ის შედეგი, რასაც სხვათა შორის საერთაშორისო წარმომადგენლებიც, როგორც ჩვენ შემდგომში შევიტყეთ პრეზიდენტ სააკაშვილისგან აკვირდებოდნენ ამ პროცესებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინებიდან, ხო? და მერმა მოიხადა ვალი ერთის მხრივ და ეს მე ძალიან მაგონებს ჰეროდეს მოქმედებას, რომელმაც ვერ მიიღო გადაწყვეტილება და მაცხოვარი გასამართლებლად ისევ გაუშვა პილატესთან. და ეს მაგონებს იმიტომ, რომ შედეგი დადგა ისეთი, რომ ბატონ გიგი უგულოვას ამის მერე არამც თუ სურვილი აღარ უნდა ქონოდა, რომ ბანერზე აღბეჭდილიყო ბატონ მელიასთან ერთად. არამედ საერთოდ უნდა ქონოდა სურვილი, რომ საჯაროდ განეცხადებინა სინანული და საჯაროდ დაეტოვებინა პოლიტიკა. მე ასე მოიქცეოდა. გადავიდეთ ჩემი შეკითხვის მეორე ნაწილზე. როგორ მოიქცეოდით თქვენ ისევ თეორიულად მერი რომ ყოფილიყავით გასული წლის 17 მაისს? ამჯერად უკვე 17 მაისზე გადმოვედით, ხო? 26 მაისთან დაკავშირებით მოგახსენეთ, რომ არაფრის დიდებით არ დავტოვებდი, ისევე როგორც 17 მაისს ვიქნებოდი ეპიცენტრში მოვლენების. ვიქნებოდი მთავარი მემატიანე მოვლენების, ვიქნებოდი მთავარი მოწმე საერთაშორისო სამართლებრივი, ასე ვთქვათ, აქტებით გამყარებული ყველა პირობით. ვიქნებოდი პირველ რიგში მოწმე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის საჭირო წყაროს მოპოვების თვალსაზრისით. აი ამას გავაკეთებდი. მაგრამ შეეცდებოდით თქვენ რომ იმ ადამიანებს მისცემოდათ იმ აქციის გამართვის საშუალება, რომლებიც ცდილობდნენ პუშკინის სკვერში მაშინ ფლეშმობის მოწყობას. იმ შემთხვევაში თუ კი დავწუნდებოდი, რომ მათ მიერ წარმოდგენილი პერფორმანსი, მათ მიერ წარმოდგენილი ფლეშმობი, თუ გეი აღლუმი, ასე ვთქვათ, ხო? როგორც დღეს ძალიან ხშირად ამბობენ. რეალურად დაგეგმილი აქცია იყო და რეალურად უნდა მომხდარიყო მისი, ასე ვთქვათ, განხორციელება. მე ამას ჩავთვლიდი როგორც პროვოკაციას მიმართულს საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ათეულობით ათასნი იდგნენ და ჩავთვლიდი, რომ ეს იქნებოდა პროვოკაცია ამ საზოგადოების წინააღმდეგ, რათა შემდგომში მიღწეული ყოფილიყო ძალიან მარტივი მიზანი. მიზანი, რომელიც დაკავშირებულია მრავალმილიონიანი ტრანშით
იმ თანხების მოზიდვასთან, რომლითაც იკვებებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან ხშირ შემთხვევაში თავად LGBT საზოგადოებას არც განეკუთვნებიან, მეტიც ისინი სარგებლობენ იმ უმწეო ადამიანების მდგომარეობით, რომლებსაც ძალიან ხშირ შემთხვევაში მიეკუთვნებიან ეს LGBT ადამიანები, რომელთა რიცხვში მე მყავს პირადად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანები. მე ამის შესახებ მისაუბრია ბატონო გიორგი თქვენთან, მისაუბრია და თქვენ მე სახელებს და გვარებს არ ჩამოგიტყვით უბრალოდ. მე მყავდა დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანი, რომელიც ძალიან განიცდიდა თავის მდგომარეობას. მე მას არ მოვშორდი მანამ სანამ გრძნობდი, რომ ჩემი მისდამი, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა სამართლებრივი მის ადამიანურ ბუნებას და მის, ასე ვთქვათ, პიროვნებას სჭირდებოდა. მაგრამ როდესაც საქმე იქამდე მიდის, რომ ამ LGBT ადამიანების უმწეობით სარგებლობენ ის პირები, რომლებსაც ბიზნესად უქცევიათ ამ ადამიანების ეგრეთ წოდებული უფლებების დაცვა და შემდგომში ასეთი მსგავსი პროვოკაციები ცდილობენ, რომ მრავალმილიონიანი ტრანშები მიიღონ, ნუ რას უკაცრავად, ასეთ პროვოკაციას აღკვეთდი და როდესაც ამირჩევენ, აღკვეთავ კიდევაც თავისუფლების შეზღუდვა თქვენ. რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, ბატონო გიორგი. კანონის ფარგლებში თქვენ იცით, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით გათვალისწინებულია იმგვარი ნორმა, როდესაც მსგავსი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ნებადართულია, თუ კი იგი ლახავს საზოგადოებრივ ინტერესს. საზოგადოებრივ ინტერესის შელახვის ახლა კონკრეტული ფაქტები ნამდვილად აქ განსახილველი არ არის, ამაზე ჩვენ შეგვიძლია ძალიან ვრცელი თემა, ამას გადავიდეთ იმაზე, თუ რას გაუკეთებს დიმიტრი ლორთქიფანიძე თბილისელებს როგორც მერი და გუნდი, რა თქმა უნდა, რომელიც აგრეთვე უნდა იყოს საკრებულოში. გამარჯვების შემთხვევაში თქვენ თბილისელებს, თქვენ პროგრამაში მე ვნახე, გადასახადების შემცირებას პირდებით. რამდენად არის ამის რესურსი რეალურად? ამის რესურსი არის პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რაღა იქ პრიორიტეტებზე ჩამოვაგდეთ საუბარი, მინდა ისეთ საკითხებსაც შევეხო ბატონ გიორგი, რომელსაც არც ერთი მერობის კანდიდატი არ შეხებია და ამ ბოლო დროს წავიდა სპეკულირება იმაზე, ვისი რა არის, ვინ ვისგან რა დებულებებს იპარავს, ვინ ვისას რას აჟღერებს. მე მინდა გითხრათ, რომ მაგალითად ქონებრივი რესტიტუციის საკითხი არის უმნიშვნელოვანესი თემა. უმნიშვნელოვანესი თემა, რომელსაც სახალხო დამცველი ყველა თავის ანგარიშო მოხსენებებში ეხება ხოლმე. მე მინდა გითხრათ, რომ ქონებრივი რესტიტუციის საკითხში რელიგიურ დენომინაციებს შორის დავები გრძელდება ძალიან დიდხანს და ძალიან დაუსრულებლად, ხო? მე გეტყვით, რომ მე ვიქნები მერი, რომელიც ინიციატორი გახდება ძალიან მაღალი ასევე ლეგიტიმაციის მატარებელი იმ რელიგიურ საკითხთა საბჭოს შექმნისა, რომლის წიაღშიც გაირკვევა ვისი რა არის, როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გადანაწილება და დაბრუნება უკან ამ რელიგიური კონფესიებისთვის. მათ რიცხვში მინდა გითხრათ, რომ 8 ნატაძრალი შენობა არის, ესე ვთქვათ, სამოქალაქო სექტორში გადაცემული ჯერ კიდევ ბოლშევიზმის ბოლშევიკური, ასე ვთქვათ, რეჟიმის ექსპანსიის პირობებში 1930-იანი წლების შემდგომ. ამ საკითხს არაფრის დიდებით, ესე იგი, დღემდე არ დაადგა თავი. მე ვიქნები ის მერი, რომელიც აუცილებლად დაუბრუნებს ეკლესიას თავის, ასე ვთქვათ, ნატაძრალ შენობებს და ასევე ვიქნები ის მერი, რომელიც სხვა რელიგიურ დენომინაციებს, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული პრეტენზიები ამ საკითხებთან დაკავშირებით, აი იმ საბჭოს ფარგლებში, რომელიც იქნება მეცნიერული, ასე ვთქვათ, მეცნიერულ დასკვნებზე აგებული და მეცნიერული საბოლოო დასკვნები იქნება მისი მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი, განვახორციელებ გადაცემას. არის საკითხები, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ძალიან დიდხანს ვისაუბროთ, მაგრამ ძალიან მარტივ და ბანალურ ჭეშმარიტებაზე მოგახსენებთ. 800 მილიონიანი ბიუჯეტის ხარჯვის მართლზომიერებაზე პერსონალური პასუხისმგებლობის აღების საკითხი ეს არის ჩემი მთავარი პრიორიტეტი. მე მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო ფონდი დღევანდელი ბიუჯეტის 2014 წლის ბიუჯეტის 29 მილიონი გაიზარდა 45 მილიონამდე. მე მინდა გითხრათ, რომ თბილისის ბიუჯეტიდან ხდება მანიპულირება სხვადასხვა დაარსებული ფონდების საშუალებით, საიდანაც ხდება ძალიან სერიოზული თანხების შეწოვა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 650 მილიონი ლარის შეწოვა მოხდა ძველი თბილისის განვითარებისა და თბილისის განვითარების, ძველი თბილისის რეკონსტრუქციისა და თბილისის განვითარების ფონდების საშუალებით. მე მინდა ვიკითხო, ვინ ჩაატარებს ამ ქვეყანაში რევიზიას იმისთვის, რომ დადგინდეს 650 მილიონის რა გაკეთდა ძველი თბილისის ურბანული ქსოვილის განვითარებისთვის. ნამდვილად ვიქნები ის მერი, რომელიც არ გადმოიბარებს ესტაფეტას, ვთქვათ, ქალბატონი სევდია უგრეხელიძესგან და არ იტყვის, რომ მოდით ახლა ჩვენ გავაგრძელოთ სვლა წინ და დავივიწყოთ გუშინ და გუშინ წინ რა ხდებოდა. აუცილებლად ჩავატარებთ რევიზიას. კონკრეტული შემთხვევა გამახსენდა. აუცილებლად გექნება ძალიან სერიოზული აუდიტორიული კომპანია მოწვეული, რომელიც ამას განახორციელებს გამჭვირვალედ და რაც თავარია მედიის თანდასწრებით. ვინაიდან ურბანულ ქსოვილზე საუბრობთ, თქვენ კონკრეტული შეკითხვა მინდა დაგისვათ, პანორამას ააშენებდით, იცის მაყურებელმა ძალიან ეს რა კარგი კითხვა, პროექტია. ნაწილობრივ გაგეცით ამ კითხვაზე პასუხი. პანორამებისთვის გვექნება დაუნთაუნი, სადაც შეუძლიათ შეეჯიბრონ არა მსხვილ პანორამაზე, არამედ სამჯერ უფრო დიდი პანორამისთვის
გამოსაყოფ ფართებსაც ვაჩვენებთ მათ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. და ამისთვის არსებობს კიდევ ერთხელ ვიმეორებ არაჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ბუნებრივი განვითარების ზონა, მას შემდეგ რაც რკინიგზა გადავა შემოვლით გზას და ამ შემოვლით გზაზე ცალკე შემოვლით რკინიგზას უჭერთ ხარს. შემოვლით რკინიგზას უჭერა აუცილებლად ხარს, მაგრამ გარკვეული კორექტირებებით, რამაც უნდა უზრუნველყოს სასმელი წყლის, ასე ვთქვათ, დაბინძურებისგან თავისაცილების ყველანაირი, ასე ვთქვათ, პირობა. და შესაბამისად ნაძალადევის რაიონი მე მიმაჩნია რომ ერთ-ერთი საუკეთესო იქნება სწორედ უთანამედროვესი მოდერნისტული ტიპის არქიტექტურული ძეგლების შესამკობად. და ამისთვის სულაც არ არის რაც შეცვლის ამ უბანს. რაც სულად შეცვლის ამ უბანს და სამაგიეროდ დაიცავს იმ ურბანულ ქსოვილს, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, რომელიც თავისი არსებით არის იერუსალიმის ანარეკლი. ამი ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ვერ დამისახელებთ ქალაქს, სადაც ესეთ პატარა ლოკალურ სივრცეში შეიძლება ვნახოთ აი თაბორი, ბეთლემი, ჯვრისმამა, სიონი, იქვე კათოლიკური ეკლესია, იქვე სომხური ეკლესია, იქვე მეჩეთი, იქვე სინაგოგა, ხომ ეს ყველაფერი არის ერთ ურბანულ სივრცეში. ეხლა აღმოჩნდა, რომ ადრე შუა საუკუნეების ძალიან სერიოზული ძეგლი აღმოჩნდა ობსერვატორიის სახით, ძველი ობსერვატორიის სახით, ეს არის ნარიყალას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვა შორის იმასთან ახლოს, სადაც აპირებენ, რომ აი ეს საბაგირო გზები და ასე შემდეგ გაიყვანონ და მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ რაც ცნობილი გახდება ამ ძეგლის მნიშვნელობის შესახებ, მე დარწმუნებული ვარ, რომ თავად ამ პანორამის მესვეურებსაც აღარ ექნებათ სურვილი, რომ ეს კონცეფცია განახორციელონ. მე ვამბობ კონცეფციას, იმიტომ რომ პროექტიც კი არ არსებობს და წარმოიდგინეთ, რაზეც პროექტი არ არსებობს, რაზეც ურბანისტებს, არქიტექტორებს, ხელოვნებაცოდნეებს არ უმსჯელიათ, როგორ შეიძლება რომ საყოველთაო მსჯელობის საგნად ვაქციოთ რაღაც კონკრეტულ დეტალებამდეც კი დავიდეთ. ჩემთვის ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ბატონ დიმიტრი, მე ახლა მინდა სიტყვა მივცეთ თქვენს მომხრეს, თქვენ ხარდამჭერებს, რა თქმა უნდა, ვინაიდან ისინი თქვენი გუნდის წევრები არიან, რომლებიც მაყურებლის გასაგონად პირველ რიგში და შესაბამისად ამომრჩევლის გასაგონად გვეტყვიან, თუ რატომ უნდა დაუჭირო მათ მხარი დიმიტრი ლორთქიფანიძეს. მოდი ბატონ გიორგი, თქვენგან დავიწყოთ. კი ბატონ. ისმენ. მოგესალმებით, საგამოშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო. მეგონებ რიტორიკულ კითხვად ისმის უკვე რატო უნდა დაუჭიროთ ჩვენს მერობის კანდიდატს. იმიტომ უნდა დაუჭიროთ, რომ ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი, პროფესიონალი და მისთვის თბილისის მერობა ეს არ არის რაღაც უპირატესობა. ეს არის უზარმაზარი პასუხისგებლობა, რომლითაც ის მიუდგება დედაქალაქს. დედაქალაქს, რომელსაც სადაც ძალზედ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩვენ უნდა გვავიწყდება, რომ დედაქალაქი თბილისი არის ცოდნის, სპორტის, მეცნიერების, ახალგაზრდობის, ინტელიგენციის, მშრომელი ხალხის ქალაქი და დღეს გადაქცეულია სამწუხაროდ სამწვადეებისა და დაშლილი გზებისა და სხვადასხვა დაწესებულებებისა და სამწუხაროდ საროსკიპოების უზარმაზარ უბნებადაც კი ამას ყველაფერს წესრიგის დამყარება სჭირდება, დისციპლინა სჭირდება, ამ სიტყვის კარგი გაგებით. ეს არის ადამიანი, რომელიც ამას გააკეთებს და რაც თავარია, ძალიან კარგი ის რეფრენატი მიხვდებოდა მის გამოსვლას ერთი ასეთ საინტერესო რამ, რომ თქვენ კითხეთ 26 მაისს თქვენ რომ მერი ყოფილიყავით, რას გააკეთებდით? ის დადგებოდა იქ როგორც მერი და თავის თანამოქალაქეებს არავის არ დააჩაგვრინებდა. როდესაც 26 მაისს იღორებოდა სისხლის კალოები და ნაკადულები იდგა რუსთაველზე, იქ მერი უნდა ყოფილიყო. და ღირსეულ მერს ამას ვერ გაუბედავდნენ. სხვათა შორის ესეთი განწყობაა ჩვენ გუნდში, რადგან ყველანი არიან პროფესიონალები, ყველას აქვს სახელმწიფოებრივი ხედვა, ის პრინციპები ახასიათებთ მათ და გააჩნიათ მათ, რაც არის წესიერება, პროფესიონალიზმი, პატიოსნება, ოჯახიშვილობა და სამშობლოს სიყვარული. ეს ის თვისებებია, რაც სამწუხაროდ დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს. ან მალავს, მაგრამ ჩვენ ნახეთ რომ საქმეში მათ ეს ვერ გამოაჩინეს, ატროფირებული აქვს ეს გზნობები და ისინი, როდესაც უყურებ მათ ქმედებებს, მუცელ ღმერთებად რომ იქცენ უცბად და სტუმრების მხოლოდ მიღება სუფრის გაშლისა და გასტუმრებით არიან დაკავებულები, უნებურად გიჩნდება ესეთი შედარება, რომ ეს არის არაპოლიტიკური ელიტა, დღევანდელი ხელისუფლების გარკვეული ნაწილი, არამედ გარსონებისა და გიდების ასოციაცია, რომლებიც მხოლოდ ამით არის დაკავებული და ხელფასების მომატების და პრემიების. დიდი მადლობა. ბატონ გია. ჩვენ გისმენთ. მიკროფონი აქვს ბატონ გიას. გისმენთ. რატომ უნდა დაუჭიროს ამომრჩევლობა მხარი ბატონ დიმიტრის?
მე მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ მე საერთოდ პიროვნებებს არ უჭერ მხარს, მე უჭერ იდეებს მხარს. და ის იდეა, რამაც გაგვაერთიანა ჩვენ ამ 5-6 წლის მანძილზე, ეს ადამიანები, ვინც აქვს ხედვა, ეს იდეები არ არის ჯერ ხორჩესხმული, არ არის გატარებული ჩვენ ცხოვრებაში და ყველაფერი ეს გასაკეთებელი გვაქვს. და ამისთვის არის ბრძოლა საჭირო და რადგან ბრძოლა აი არჩევნებსაც ბრძოლა ქვია, მე მოუწოდებ მოსახლეობას, რომ აი უამრავ ადამიანს, რომელსაც მე ვხვდები და სულ ყველას ატომღაც გული აქვს გატეხილი ყველაფერზე და აღარაფრის იმედი არ აქვს, ნუ მივცემთ საშუალებას, რომ ბოლომდე დარჩნენ იმ იმად. ამისთვის არის საჭირო მოსვლა არჩევნებს და არჩევნებით ვიბრძოლოთ. ეხლა მე არ მინდოდა საერთოდ ამაზე საუბარი, მაგრამ რადგან თქვენ შეეხეთ და დაიწყეთ საუბარი NDI-ის თემაზე, ხო? მე ცოტა სხვანაირად უყურებ ხოლმე ამას, ხ კი მეცინება ბევრ რამეებზე იქ NDI-ის, მაგრამ ნიშნულოვანი. ისინი ვერ მოიტყუებიან, რომ 96% აქვს ყველაზე დიდი პატრიარქს და ეკლესიას. იმიტომ რომ ესო არ დაწერონ, მაშინ დანარჩენ ტყუილს არ დაუჯერებენ. იქ თავარი სიმართლე უნდა იყოს. და თქვენ წარმოიდგინეთ 96%-იანი მხარდაჭერის შემდეგ რანაირად შეიძლება იმ 96%-ს სხვა ვინმეს დაუჭიროს ხარი, რომელიც ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ მიდის. ჩემთვის ეს ლოგიკაში ვერ ჯდება და ამიტომ აი ეს უარის მთქმელები, აი ეს 20% თუ 30%, რომელიც ისევ არის შიში, იმიტომ რომ სამსახურები არ არის ბევრი და ყველას ეშინია სამსახურის დაკარგვის სამწუხაროდ, ვერ მოახერხა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ აი ეს პრობლემის მოგვარება. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ მოვა ამომრჩეველი და დაუჭერს იმ ადამიანებს მხარს, ეს არ არის მარტო დიმიტრი, ეს არ არის მარტო ეს კოალიცია, ხომ? ეს არის მთელი გუნდი და მთელი ერი. და რადგან ჩვენ გვინდოდა ყოველთვის აი ბოლო პერიოდში იწყებოდა თავიდან ქვეყნის გადარჩენა, სახელმწიფოებრივი მშენებლობა და არ მოხერხდა. შეიძლება ამაში შეცდომა იყო ჩვენი საზოგადოების, ამიტომ ჩვენ დავიწყოთ ახლა ქვევიდან ეს. თითოეული ეზოსი, თითოეული სოფლის, თითოეული რაიონის, თითოეული ქალაქიდან დავიწყოთ ჩვენ ნელ-ნელა და ჩვენ თუ ამას მოვახერხებთ, რომ ამ არჩევნებში ჩვენ აი ესეთ პატრიოტ დიდებულ ადამიანებს მოვიყვათ, თავდადებულ ადამიანებს ხელისუფლებაში, ეგება მივახციოთ იმასაც, რომ დადგეს ის მომენტი, როდესაც ჩატარდება ან ვადამდელი, ან თავის დროზე საპარლამენტო არჩევნები, რომ ხალხმა აირჩიოს, ნამდვილად აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელიც იქნება ხალხისთვის და არა თავის კამების. დიდი მადლობა. და მე საგანგებოდ ბოლოსთვის შემოვინახე ბატონ დიმიტრის ოჯახი, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ არის აქ წარმომადგენელი, ვინაიდან ოჯახი ბევრად უფრო დიდია, 8 შვილი გყავთ თქვენ, მაგრამ აქ არიან 3 და თქვენი მეუღლე ხათუნა. გისმენთ, თქვენ და რას ეტყვით მოსახლეობას, რატომ უნდა დაუჭირონ მათ მხარი, როგორც თბილისის მერობის კანდიდატს თქვენს მეუღლეს? მოგესალმებით, ბატონო გიორგი, ერთი ესეთი სათხოვარი მექნება, როცა სხვა კანდიდატებს მოიწევთ ხელისუფლების მხრიდან და ნაციონალების მხრიდან, მათაც კითხოთ, რას იზამენ 17 მაისს. ამის შესახებ, იმიტომ რომ რატომღაც მარტო დიმიტრის მიმართ ისმევა ხოლმე ეს კითხვა ყველა ტელევიზიაში და მისი პოზიცია ყველასთვის ცნობილია. და მოსახლეობისთვის ნამდვილად საინტერესო იქნება მათი პოზიციაც. ეხლა რაც შეეხება რატომ უნდა დაუჭირონ ხარი? იმიტომ რომ დიმიტრის სახით თუ კი დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა გადაწყეთს ეყოლებათ მერი, რომელიც ერთნაირად დაიცავს რელიგიურ, ეთნიკურ უმცირესობებს, ის არ დაიწყებს მათ გარჩევას და აგრეთვე არ დაიწყებს გარჩევას პოლიტიკური ნიშნითაც, თუ ვინ რომელ პარტიის მხარდამჭერი იყო. გარდა ამისა, მე მჯერა, რომ იგი შეუნარჩუნებს თბილის ძველ იერსახეს და ამავდროულად აუცილებლად იზრუნებს მის განვითარებაზეც. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ბატონ დიმიტრი. თქვენ გაქვთ ახლა 1 წუთი ბოლოს უკვე ჩემი შეკითხვების გარეშე, მე ხელს აღარ შეგეშლით, რომ საბოლოოდ მიმართოთ თქვენს ამომრჩეველს, რომელმაც თქვენ მხარი უნდა დაგიჭიროთ 15 ივნისს. დიდი მადლობა. ბატონ გიორგი, ჩემთვის თავარი პრიორიტეტი გახლავთ ადამიანი და ოჯახი. სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებთან ერთად, რა თქმა უნდა, სოციალურ-ეკონომიკური უფლებები ეს იქნება ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის 5 წლიანი საპარლამენტო ცხოვრება სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ კარგად გამეცნო და შემოსწავლა იმ ადამიანების პრობლემები, რომელთა რისკში შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებები, დევნილთა უფლებები, სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედების უფლებები, მრავალშვილიანების უფლებები, იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც უსახლკარონი არიან და ერთი სახლიც კი სოციალური საცხოვრისის თვალსაზრისით არ აუშენებია თბილისის მერიას მათთვის მათი უფლებები. ეს არის ის ადამიანები და ის უფლებები, რომელიც ჩემთვის ძალიან კარგად არის
ცნობილი თუ როგორ უნდა იქნეს დაცული. და მე 15 ივნისს ჩემი არჩევის შემთხვევაში შემეძლება პირდაპირ განვახორციელო ჩემი ძალაუფლება იმისთვის, რომ გამოვიყენო ეს გამოცდილება მათი კეთილდღეობისთვის. ადამიანი და ოჯახი იყო, არის და დარჩება ჩემს მთავარ პრიორიტეტად და იმისთვის, რომ საზოგადოებამაც ხარი დაგვიჭიროს ამ ყველაფერში, საჭიროა 15 ივნისს შემოიხაზოს 3-ჯერ 3 მაჟორიტარისთვის, მერისთვის და კოალიცია ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის. დიდი მადლობა. დიმიტრი ლორთქიფანიძე. წარმატებას გისურვებთ ბატონო დიმიტრი. შევერთით თქვენ თანაგუნდელებს და ქალბატონ ნინოს ხო ისევ რომ დაგვიბრუნდეთ. ისევ. დიახ. ქალბატონ ნინო, თქვენთან ერთად ახლა უფრო ვრცლად ვისაუბროთ კოალიციაზე, რომელიც აქ არის წარმოდგენილი და რომელიც საარჩევნოდ შექმნა. პირველ რიგში, რა ნიშნით გაერთიანდით? თავარი ნიშანი გასაგებია, ეს თქვენი სახელმწიფო კოალიციის სახელწოდების სათავეშივე დგას ნინო ბურჯანაძე. ერთიანი ოპოზიცია ქვია შემდეგ ამ კოალიციას, მაგრამ თლად ერთიანიც არ არის ეს ოპოზიცია, ვინაიდან დარჩა კიდევ სხვა პარტიები, რომლებიც არ გაერთიანდნენ ამ კოალიციაში. აი რა ნიშნით მოხდა თქვენი გაერთიანება და რატომ არ არის აქ სხვა პარტიებიც? კიდე ან თუ გქონდათ ვინმესთან მოლაპარაკება, რომელმაც არის სურვა შემოერთება. აუცილებლად გიპასუხებთ, მანამ ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან, რომელიც ძალიან მაინტერესებს. ჩვენ ახლა როგორ არის? გვისმენენ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც თან გვიყურებენ, თუ კიდევ გვისმენენ ისინი, ვინც არ გონია რომ გვისმენენ. ეგ როგორ არის? ის ადამიანები, რომლებიც არ გონია რომ გვისმენენ, აგრეთვე აღმოჩნდა რომ გვიყურებდნენ კიდევაც. თქვენ იცით და მე იმედი მაქვს, რომ ყოველთვის ძალიან მიხარია, როდესაც ტელევიზორით გვიყურებენ და გვისმენენ და ისეც თუ გვისმენენ და გვიყურებენ, გვიყურონ და გვისმინონ. არა, პრობლემა იმაშია, რომ ჯერ ერთი ვერ დავადგინეთ, ვინ გვისმენს და მეორე, რაც მთავარია, პრობლემა არის იმაში, რომ გვისმენენ მაგრამ არ ესმით, რას ვლაპარაკობთ. ახლა თუ არის ესეთი ვითარება, რომ გვისმენენ, მე მინდა მათ მოვუწოდო და ვთხოვო, რომ მოგვისმინონ კიდეც და გაითვალისწინონ ის პრობლემები, ის ტკივილები, ის თუნდაც რეცეპტები, რომელთა ჩვენ მათ ვაძლევთ პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ რომლებსაც არასოდეს არ იყენებენ და ყველაფერს აკეთებენ უკუღმა. ეხლა რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, მე მინდა პირდაპირ გითხრათ, აქ ბატონმა გიამ ძალიან კარგად თქვა და მანამდე მე ვფიქრობ, რომ ბატონი დიმიტრის სიტყვებსაც ეს გასდევდა, ესე ვთქვათ, ხაზად. ჩვენ აქ შეკრებილნი ვართ მართლაც იმ პრინციპების, იმ ფასეულობების ირგვლივ, რომელიც თითოეული ჩვენგანისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი, ყველას რა თქმა უნდა, ვინც ამ დარბაზშია წარმოდგენილი, ჩვენი საზოგადოება სრულიად საქართველოს მასშტაბით არ იცნობს, მაგრამ ვისაც იცნობენ, იმ ადამიანებიდან გამომდინარე გააკეთონ დასკვნა, ასევე გააკეთონ დასკვნა თითოეულმა იმ ადამიანმა, ვინც იცნობს ცალკე აღებულ ამ ადამიანებს და ყველა დარწმუნდება იმაში, რომ დიახ, ამ ადამიანების გაერთიანების მთავარი საფუძველია არა პირადი კეთილდღეობა, არა რაიმე პირადი ინტერესი, არამედ სწორედ სახელმწიფოებრივი ინტერესი, ქვეყნის გადარჩენა. იმიტომ რომ დღეს ქვეყანა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში, საერთოდ გასაოცარია რომ ეს ქვეყანა და სახელმწიფო ფეხზე დგას, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ არ აყვავს პრეზიდენტი, არ აყვავს მთავარსარდლალი, რეალურად ჩვენ დღეს გვყავს ძალიან სუსტი მთავრობა, რომელიც საქმე იქამდე მიდის, რომ ამბობს, რომ მე კი არ გისმენთ, ოპოზიციაში მყოფი პარტია გისმენთო, ეს ხო საერთოდ ნონსენსი იყო, ანუ აბსოლუტურ უსუსურობას მოაწერეს ხელი და რაც შეეხება სახელწოდებას, მე გეტყვით, რომ ჩვენ არ გვითქვამს, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ოპოზიცია. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ვართ ერთიანი ოპოზიცია და ჩვენ ერთიანი ნამდვილად ვართ. ყველა ის ადამიანი, ვინც არის წარმოდგენილი, გაერთიანებულნი ვართ ერთიანი, ერთი პრინციპების, ერთი ფასეულობების და ერთიანი ფასეულობების ირგვლივ და ეს არის კოალიცია, რომელიც ნამდვილად არ დაიშლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ჩვენ ეს უფრო გრძელვადიანია, ვიდრე შეიძლება იმეს ეკონოს, მაგრამ ეს არის მხოლოდ ამ არჩევნებისთვის შექმნილი. აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსაგებად შექმნილი კოალიცია, მხოლოდ ეს არის კოალიცია, რომელმაც უნდა გააგრძელოს ბრძოლა ხელისუფლებაში მოსვლისათვის უკვე საპარლამენტო არჩევნების დროსაც. და ჩვენ სწორედ ბატონმა გიამ ახსენა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თქვენ თვლით, რომ ეს რეალურად მოხდება? მოდით, გიორგი, შევხედოთ სიტუაციას, რა ვითარება არის, ვინ არის დღეს ქვეყანაში ლეგიტიმური ხელისუფალი. დღეს ჩვენ ქვეყანაში ვყავს პრეზიდენტი, რომელიც ავირჩიეთ ბიძინა ივანიშვილის ხათრით და აღმოჩნდა, რომ შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მას გაებუტა და გაუბრაზდა და ჩანს რომ ესე იგი გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ავირჩიეთ იმ კაცის ხათრით, ვინც დღეს მას არ ელაპარაკება. ჩვენ დღეს გვყავს პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ნაციონალური მოძრაობა 40%-ით, მაშინ როდესაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ნაციონალური მოძრაობა 40% მოსახლეობას არ აურჩევია ამ საპარლამენტო არჩევნების დროს და საერთოდ ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს მორალური უფლება პარლამენტში იყოს. ჩვენ პარლამენტში გვყავს მეორე ნაწილი, უმრავლესობა 60%, რომელიც ასევე არჩეულია ბიძინა ივანიშვილის ხათრით და მიხეილ სააკაშვილის ჯიბრზე.
თორემ იქ არიან წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები, რომელთაც არასოდეს 2%-ზე მეტი არ მიუღიათ არც ერთ არჩევნებში და არც არავინ არ მისცემდა მათ ხმას, რომ არა ესეთი ვითარება, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ და ბიძინა ივანიშვილის ხათრით, ჩვენ გვყავს შესაბამისად ამ პარლამენტის მიერ არჩეული, ან უფრო სწორად ვიტყოდი, ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული მთავრობა, რომელიც არის აბსოლუტურად უსუსური, რომელიც ვერ აკეთებს ვერაფერს, ვერც საერთაშორისო არენაზე და ვერც ქვეყნის შიგნით, ქვეყანას არ ჭირდება პატრონი? მე მგონი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს არის ძალიან იმედგაცრუებული, იმიტომ რომ ვერც ერთი ძირითადი დაპირება მოსახლეობამ შესრულებული ვერ დაინახა. ერთადერთი ჩვენ ძალიან ობიექტური ადამიანები ვართ, ყოველთვის ვცდილობთ რომ არავის არ დაუკარგოთ გაკეთებული და კარგი, ერთადერთი რაც შეგვიძლია ნამდვილად პოზიტიურად აღნიშნოთ არის ის, რომ დღეს ადამიანებს არ ეშინიათ საარჩევნო შეხვედრაზე მოსვლის, აღარ აქვთ ის ესე ვთქვათ პანიკური შიში, რომ ლამის სამზარეულოებში და საწოლო თაღებში უსმენენ და ამას ვხედავთ და ეს ნამდვილად პოზიტივია, მაგრამ ეს ეხა მე სიმართლე გითხრათ, იმდენად უსუსურად ვხედავ ქართულ ოცნებას, რომ ეს გააკეთეს იმიტომ, რომ კარგი უნდოდათ თუ გაკეთდა იმიტომ, რომ სხვა რამის გაკეთების თავი არ აქვთ, ეს აღარ ვიცი სიმართლე გითხრათ. იმედია რომ პირველია. ვინაიდან თქვენ საარჩევნო გარემოზე დაიწყეთ საუბარი, საარჩევნო შემოწირულობებთან დაკავშირებით გქონდათ თქვენ პრეტენზიები? იცით რა, არ ზღირს ამაზე ლაპარაკი, ხა გასაგებია, რომ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ხარჯავენ უზარმაზარ თანხებს, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ქონოდათ განუზომლად მეტი სახსრები, ვიდრე მათ ეკუთვნოდათ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ თავის დროზე გააპროტესტა მათ მიერ მიღებული კანონი, გაიათმაგეს პრაქტიკულად ლამის დაფინანსებები, მაგრამ ეს ახლა ყველას დაგვავიწყდა იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ უმწაგებულ და დაქცეულ ქვეყანაში, სადაც ტერიტორიები, ესე ვთქვათ, ჩვენს გამგებლობაში არ არის, სადაც ტერიტორიები ოკუპირებულია, სადაც ადამიანებს ყოველდღიურად იტაცებენ, როცა თავდაცვის მინისტრი 83,000 ლარს ინიშნავს პრემიას, ყველას დაავიწყდა უბრალოდ ელემენტარულად ის დაფინანსება, რაც საარჩევნო დაფინანსებასთან არის დაკავშირებული. მე დღეს მოვისმინე კიდევ, რომ თურმე აი ამ ფონზე, იცით რაშია საქმე? გიორგი, გასაოცარი არაპროფესიონალიზმია. აი იმის გონიერებას კი არ ყოფნით, რომ იმ სკანდალის შემდეგ, რაც ეხლა არის საზოგადოებაში, ამას დაფარავენ თუ არ დაფარავენ, არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც 30, 40, 50,000-იანი და 83,000-იანი პრემია მიიღო თავდაცვის მინისტრმა, რომელსაც მე რამდენადაც ვიცი, არც აფხაზეთი დაუბრუნებია და არც სამაჩაბლო ჯერ და არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ჯარის გაძლიერების თვალსაზრისით ისეთი, რომ ამის გულისთვის მას ამოდენა პრემია მიიღო. აი ამ ფონზე პარლამენტი კიდე მაშინ, როდესაც ვერ მიიღეს ვერც ერთი ის უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელიც ასე ჭირდება ქვეყანას, ასე ჭირდება მოსახლეობის 2/3-ს, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმას ამ დროს პარლამენტი არჩევნებამდე 3 კვირით ადრე გამოდის ინიციატივით, რომ გაიზარდოს პარლამენტარების ხელფასები და შეიცვალოს პარლამენტის ავტოპარკი. ეს არის ერთის მხრივ აბსოლუტური უცოდინარობა და მეორეს მხრივ არის საოცარი თავხედობა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ გაიხსენეთ რა დაპირებებით მოდიოდა ქართული ოცნება. ქართულმა ოცნებამ სამწუხაროდ თავად კი აიხდინა ოცნება და მართლაც წარმოუდგენელი რამ მიიღეს, რასაც ვერასოდეს ვერც ერთი ვერ იოცნებებდა, აი სიზმარში რომ დასიზმრებოდათ, ალბათ სიზმრათაც კი ვერ აღიქმავდნენ იმას, რა მდგომარეობაშიც ახლა არიან და მათ აბსოლუტურად დაივიწყეს ის, რომ საქართველოს მოსახლეობის 2/3 კვლავ სიღარიბის ზღვარს მიღმა რჩება, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ჩვენ ძალიან ბევრი ვიდავეთ, როდესაც აი საუბრობდით იმ ინიციატივაზე, რაც ბატონმა ჯონდიმ, ბატონმა დიმიტრიმ და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა განვახორციელოთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რომ 25 ლარი დაემატოს ყველა, ესე ვთქვათ, სოციალურად დაუცველ ადამიანს. იცით რა, ის სირცხვილიც კი არის. 25 ლარი ხომ რეალურად მართლა ძალიან ცოტაა, იმიტომ რომ ეს 25 ლარი ამ ადამიანებს არ უწყვეტს იმ, ესე ვთქვათ, არსებობის პრობლემას, რაც ესე მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ გავითვალეთ და ვნახეთ რისი საშუალებაა პირველ ეტაპზე ბიუჯეტში, იმიტომ რომ ჩვენ ამ 25 ლარზე არ ვჩერდებით, ცხადია. ჩვენ შემდეგ ამ 25 ლარს გავზრდით ძალიან სერიოზულად, მაგრამ პირველ ეტაპზე. მაგრამ ეს 25 ლარი არის ის, რომელიც ადამიანს ოდნავ ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და ამ დროს მთავრობას არ ყოფნის 10,000-იანი, 15,000-იანი ხელფასები. მე არ მოვატყუებ მოსახლეობას, გიორგი. ჩვენ არ ვეტყვით, მე და ჩემი მეგობრები
მოსახლეობას, რომ მინისტრს ან ქალაქის მერს ან დეპუტატს ექნება 100, 200 და 300 ლარი ხელფასი. არა, მათ უნდა ჰქონდეთ, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაშია, უფრო მაღალი ხელფასი, ვიდრე დაუშვათ აქვს რიგით ამომრჩეველს, ხო? მაგრამ არა 10 ჯერ, 50 ჯერ, 100 ჯერ და 1000 ჯერ უფრო მეტი. აი ეს არის უზნეობა და ეს უზნეობა ნამდვილად დამთავრდება. დაფინანსებაზე ვინაიდან საუბრობთ, შეგიძლიათ გაგვიგრძელოთ თქვენი ფინანსების წყარო, რა წყაროებით აფინანსებთ? რა თქმა უნდა, ჩვენი შემოწირულობები სამწუხაროდ ძალიან მწირია და ამიტომ თქვენ ალბათ მიაქცევდით ყურადღებას, რომ ქალაქში არ არის არც ერთი ბანერი, სადაც დიმიტრი ლორთქიფანიძე იქნებოდა გამოსახული. ერთადერთი, რასაც გავწვდით ჩვენ, ეს არის რეკლამა, რომელიც ავტობუსებზე განლაგდა და ჩვენ საბედნიეროდ აი ამ კოალიციის შექმნის შედეგად მოგვეცა შესაძლებლობა, რომ გამოვიყენოთ უფასო საეთერო დრო, თორემ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ესეც არ ქონოდა. ეს შემოწირულობები არის აბსოლუტურად ყველაფერი, ესე ვთქვათ, აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე, ჩვენ სისტემატიურად ვაწვდით ინფორმაციას, მაგრამ არის საკმაოდ მწირი, რაც გვაძლევს საშუალებას იმისას, რომ მინიმალურად დავაფინანსოთ ჩვენი კამპანია, ანუ იყოს ბუკლეტი, არსებობდეს ფლაიერი, მივიტანოთ ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე, მაგრამ არა ამაზე მეტი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ამის და მიუხედავად, ჩვენი მოსახლეობა არ გაიმეორებს წინა გაკეთებულ შეცდომებს, იმიტომ რომ გიორგი, ნახეთ რა ხდება, ჩვენ წლების განმავლობაში ტრიალებთ ერთი და იგივე ჩაკეტილ წრეში, არა და არ დაადგა ქვეყანას საშველი, რომ გარღვევა მოხდეს და ქვეყანამ სწორი გზით დაიწყოს სვლა. რატომ? იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენი მოსახლეობა ემოციებით და გულით იღებდა გადაწყვეტილებას და ნაკლებად უფიქრდებოდა იმ გადაწყვეტილებების შედეგებს, რა შედეგებით შეიძლება გადაწყვეტილებას მოყოლოდა. ეს იყო თუნდაც მაშინ, როდესაც ბოლო არჩევნებზე ჩვენ ხათრით მივეცით საქართველოს პრეზიდენტს ხმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად მოსახლეობა ნამდვილად აწონდაწონის თავის გადაწყვეტილებას, ნამდვილად შეადარებს იმ კანდიდატებს, ვინც აქ არის წარმოდგენილი და არა მხოლოდ აქ. ჩვენ ამ კვირაში ვიწყებთ უკვე რეგიონებში გასვლებს და რეგიონებში თვითმართველი ქალაქების მერების წარდგენას და საკრებულოების წევრების წარდგენას, შეადარებს ყველა სხვას და გონებით გააკეთებს მართლაც არჩევანს და როგორც დიმიტრი მძანა, სამივე ბიულეტენში, ყველგან საქართველოს, ყველა ქალაქში და ყველა რაიონში შემოხაზავს ნომერ 3-ს, კოალიცია ბურჯანაძე ერთიან ოპოზიციას, მერობის კანდიდატს და მაჟორიტარ დეპუტატს. ბატონო ნინო, მე გავაგზავნებ თემას. შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ამ არჩევნებს, თვითმმართველობის არჩევნებს აღიქვამთ ერთგვარ ტესტად იმისათვის, რომ მიიღოთ ხმები, რომ შემდეგ უკვე იფიქროთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. არაფერი დასამალი არ არის, გიორგი, კიდევ ერთხელ ხას უსვამ, რომ ჩვენი გუნდი გამოირჩევა იმით, რომ ჩვენ არასოდეს ხალხს არ ვატყუებთ. ჩვენ ვართ ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკური ორგანიზაცია და პოლიტიკური ერთობა და ყოველთვის ვეუბნებით ადამიანებს, რასაც ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, ადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა სჭირდება სერიოზული ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ ხალხმა იცის, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და რაც მეტი მხარდაჭერა იქნება ჩვენი ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, მით მეტად, ესე ვთქვათ, წონა ექნება ჩვენს მოთხოვნას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. როგორია თქვენი შანსები? მე ისევ NDI-ის კვლევებს დაუბრუნდები. მთლიანად კოალიციამ 4% დაწერა გამოკითხულთა შედეგების მიხედვით. ნუ აქ იქნა გამოკითხვაზე საუბარი, თუმცა მე ვიტყვი ერთ რამეს, რომ თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩვენი კოალიციის მიერ დასახელებულ კანდიდატს გვარის და სახელის გარეშე უკვე 9% ჰქონდა. ეს ნიშნავს იმას, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ძალიან ბევრჯერ მეტი 9% აქვს, ვიდრე ეს ვინმეს უნდა რომ წარმოიდგინოს და თავად კოალიციასაც. მე გეტყვით ერთ რამეს, გიორგი, სამწუხაროდ, სხვათა შორის გუშინ წინ, თუ გუშინ მე მგონი, მე მქონდა ბრიფინგი, რომელზეც ვისაუბრე 3.452.000 ამომრჩეველზე, რომელიც დაფიქსირდა საქართველოში. ეს ხომ ყველამ ვიცით, რომ არის აბსოლუტური სიყალბე. მე საგანგებოდ ვიყენე ტერმინი საბჭოთა საქართველო, იმიტომ რომ 3.452.000 ამომრჩეველი იყო საბჭოთა საქართველოში. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც საქართველოს მოსახლეობა იყო 5 მილიონზე მეტი. ეს იყო პერიოდი, როდესაც საბედნიეროდ აფხაზეთი და სამაჩაბლო იყო ჩვენი ქვეყნის ნაწილი და ჩვენ არ ვყავდა დევნილები და იძულებით გადაადგილებული პირები და ჩვენ არ ვყავდა 100,000-ობით მართლაც 100,000-ობით ემიგრანტი უცხოეთში სხვისი შვილების და სხვისი მშობლების მოსავლელად. მაშინ, როდესაც ეს ადამიანები საკუთარ შვილებს და მშობლებს ვერ ნახულობენ და ხშირად მშობლების დაკრძალვაზეც კი ვერ ჩამოდიან. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის უკვე გაყალბებული ციფრი. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუნდაც აი ეს ერთი დაპირება ბიძინა ივანიშვილის, რომელიც თავის კოალიციაში შემავალ 6 პოლიტიკურ ძალასთან ერთად
კატეგორიულად ამბობდნენ, რომ არჩევნები ვერ ჩატარდება თავისუფლად და სამართლიანად, თუ ნაციონალური მოძრაობა არ შეცვლის საარჩევნო გარემოს, თუ არ დაზუსტება საარჩევნო სიებიო და ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ამბობდა, რომ თუ ბიუჯეტში არ არის თანხები ამ, ესე ვთქვათ, ბიომეტრიული პასპორტების შესაქმნელად და სიების მოსაწესრიგებლად, ამას მე საკუთარი ჯიბიდან გავიღებო. ოღონდ მე როგორც ჩანს, საკუთარი ჯიბიდან გაღების პერსპექტივა ნამდვილად არ მოეწონა და არც ბიუჯეტის სახსრები ამისთვის არ განკარგეს იმისათვის, რომ 10,000-ობით და 80,000-ობით პრემია მიეღოთ. ეს ხომ უკვე სიყალბის ჩანასახია, ამიტომ მე მინდა მართლაც ერთნიშნულოვნად ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, რომ გაითავისონ ის, რაზეც ეხან გია ამბობდა, როდესაც ადამიანი რჩება სახლში. თუნდაც ამას ამართლებდეს იმით, რომ მას ბევრჯერ გაუცრუეს იმედი. ამ ადამიანის ხმას იყენებს ზუსტად ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამ ადამიანს უიმედობა ჩაუნერგა. ამიტომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, მათ ხელშია გადაწყვეტილების მიღება. არავის არ ჯეროდა, არ გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო ნაციონალური მოძრაობის შვიდობიანად ხელისუფლებიდან გაშვება, მაგრამ სწორედ იმ ლოზუნგმა, რაც ჰქონდა სახალხო კრებას, ძალა ხალხშია, დაგვანახა ჩვენ, როდესაც ხალხი დადგა ქუდზე კაცი, რომ მხოლოდ ერთი, ესე ვთქვათ, ბიულეტენში შემოხაზვის გაკეთებით შეიძლება ისეთ ძალას მოერიო, რომლის მორევად შეუძლებელია. დღესაც აქვს მოსახლეობას ამის შანსი, რომ მოერიოს უძრაობას, რომელიც ქვეყანაშია, მოერიოს არაკომპეტენტურობას, რომელიც ქვეყანაშია, მოერიოს უმსგავსობას, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, რომელსაც ჩვენ ხედავთ 80,000 ლარიანი დანამატების აღებით, მოერიოს ამაც იმით, რომ შემოხაზოს, გააკეთოს სწორი არჩევანი, მართლაც აირჩიოს ცუდს, უარესა და კარგ შორის, აირჩიოს კარგი, ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია და ყველა ჩვენი კანდიდატი და სამივე ბიულეტენში შემოხაზოს ნომერი. კიდევ ერთი საკითხი, ქალბატონინო, ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი უკვე ცნობილია, თუმცა თქვენ ძალიან ხშირად აკრიტიკებთ ზოგადად მთავრობის და ხელისუფლების ამჟამინდელი ხელისუფლების საგარეო კურსს. რა არ მოგწონთ ამ კურსში? არა, უკაცრავად ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ნამდვილად არ არის ამ მთავრობის დამსახურება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე მუშაობდით ძალიან დიდი ხანი, მათ შორის მაშინაც, როდესაც მე ვიყავი ხელისუფლებაში და ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით მაშინ და ეხლა ნამდვილად მე არ ვაპირებ ყველაფერი წყალში ჩაუყარო ნაციონალურ მოძრაობას, ასოცირებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა პრაქტიკულად იყო მომზადებული და ეს, ესე ვთქვათ, ინერციით წავიდა და უბრალოდ დაჩქარდა იმ მოვლენების გამო, რომელიც მოხდა უკრაინაში. აქ ჩვენი ხელისუფლება საერთოდ არაფერ შუაში არ არის, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ჩვენმა ხელისუფლებამ ისიც კი ვერ მოახერხა. რომ ასოცირებული ხელშეკრულება ნათარგმნი ყოფილიყო, ასოცირებული ხელშეკრულება ყოფილიყო ხელმისაწვდომი იმ ადამიანებისათვის, ვისაც ეს ხელშეკრულება აინტერესებს. და უფრო მეცაც გეტყვით, საერთოდ მთავრობა მიცის რა პლუსები და რა მინუსები შეიძლება მოყვეს ამ ხელშეკრულებას. ჩვენი ეკონომიკა არის მზად იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რა ვალდებულებებიც ვთქვათ, ამ ხელშეკრულებას შეიძლება მოყვეს და რაც მთავარია, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ევროპასთან დაახლოება და ხა მე სიმართლე გითხრათ, ცოტა მეცინება ხოლმე ხა ის ადამიანები, რომლებმაც ევროპული ფასეულობები და დამოუკიდებლობა ეხლა გაიგეს, ხა იმ გუნდზე, სადაც იგივე ირაკლი ბათიაშვილია წარმოდგენილი, რომ ლაპარაკობენ, რომ ჩვენ თურმე დამოუკიდებლობა არ გვინდა, სუვერენიტეტი არ გვინდა და ევროპული ფასეულობები არ გვინდა. მე ძალიან კარგად ვიცი, ევროკავშირის წესდებაც, მე ამას ვასწავლიდი. ძალიან ბევრი იმ ადამიანს, ვინც ეხლა ხელისუფლებაშია სხვათა შორის და ამ მიმართულებით მათ იციან ძალიან ბევრი რამ. მე ძალიან კარგად ვიცი ნატოს წესდება, ძალიან კარგად ვიცი რა შეიძლება მოუტანოს ამან ქვეყანას და რას ვერ მოუტანს ქვეყანას და ჩვენ უვატყუებთ ხალხს. განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების ხელმოწერა ხვალ ყველა პრობლემას მოგვიგوارებს, ეს არის ტყუილი. მით უფრო რომ ჩვენ შტაინმაიერმა, რომელიც იყო ჩამობძანებული გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სამწუხაროდ პირდაპირ გითხრა, რომ ეხლა ეს დგას დღის წესრიგში და ევროკავშირთან გაწევრიანება იქნება 5 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ თუ 15 წლის შემდეგ, ეს არავინ არ ვიცითო. და ევროპაში ძალიან სერიოზული პრობლემებია, ესე რომ როგორ განვითარდება მოვლენები, არავინ არ იცის. ისე იგივე შემიძლია გითხრათ ნატოსთან დაკავშირებით და ეხლა მე ნამდვილად არ მინდა ხა ზედმეტი პატივია თავდაცვის მინისტრზე ამდენი ლაპარაკი, მაგრამ როგორ შეიძლება ქვეყანა ნორმალურად განვითარდეს, როდესაც თავდაცვის მინისტრი ბედავს და აკეთებს განცხადებას ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, ისე რომ ამის თაობაზე არ იცის არც პრეზიდენტმა, არც უშიშროების საბჭომ, არც პრემიერ-მინისტრმა, არც პარლამენტის თავმჯდომარემ და რაც გაცილებით უარესია, გიორგი, გაცილებით უარესია, არც ნატოში ჩვენმა პარტნიორებმა არ იციან ეს საკითხი. და ეს ხომ არის საკითხი, რომლის გამოც პრაქტიკულად ორი სუპერ სახელმწიფო არის ერთმანეთთან
ძალიან სერიოზულ დაპირისპირებაში. ეს ხომ ასეთი ტიპის განცხადება. ან განცხადება, როდესაც დღეს აკეთებს განცხადებას თავდაცვის მინისტრი, რომ საქართველოს დღესვე მზად არის ნატოში გაწევრიანებისათვისო. ნუ თუ თავდაცვის მინისტრს არ უნდა კონდეს იმდენი პასუხისმგებლობა და ზოგადად ხელისუფლებას და მთავრობას, მარტო თავდაცვის მინისტრს უნდა დავაბრალებთ ამას, იმიტომ რომ მის ამ განცხადებებზე ადეკვატური რეაქცია სხვას არავის არ ქონია, რომ როცა უკრაინაში ხდება ის რაც ხდება, დღეს არ აკეთოს საქართველოს წარმომადგენელმა და საქართველოს ხელისუფალმა პროვოკაციული განცხადებები, აი პროვოკაციული, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. ამიტომ ვაკრიტიკებ მე მთავრობას, იმიტომ რომ საკუთარი ქულების დასაწერად, საკუთარი სამომავლო თანამდებობების აღარ დავასახელებ თანამდებობებს, გასაგებია ხო, ვინ რას უმიზნებს. ამის ესე ვთქვათ უზრუნველსაყოფად, საკუთარი 80,000-იანი პრემიების უზრუნველსაყოფად, ისინი მზად არიან გააკეთონ განცხადებები, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უთხრის ძირს. დიდი მადლობა ქალბატონ ნინო, მე ახლა მინდა გადავიდე იმ ლიდერებთან, რომელიც თქვენს და ბატონმა დიმიტრიმაც არაერთხელ ახსენეს, რომლებიც ახლა უკვე თქვენი თანაგუნდელები არიან და მე სწორედ ბატონი ირაკლი, თქვენგან დავიწყებ. რატომ უნდა დაუჭიროს მხარი? შეკითხვა მარტივია, რა თქმა უნდა, რატომ უნდა დაუჭიროს საუმრჩეველმა მხარი მთელი საქართველოს მასშტაბით, რა თქმა უნდა, და არა მხოლოდ თბილისში ამ კოალიციას? გავიმეორებ იმას, რაც ძალიან კარგად თქვა ბატონმა დიმიტრიმ, ქალბატონმა ნინომ. ჩვენმა ამომრჩეველმა, ჩვენმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი ახლა და დროული არჩევანი უნდა გააკეთოს უძრაობასა და ცვლილებას შორის. თუ ჩვენ გვინდა დავრჩეთ აი ამ უძრაობის ფაზაში, რაშიც ვიმყოფებით, მაშინ რა თქმა უნდა, მე აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ რატომ არ უმჯობესდება ჩვენი ცხოვრება, რატომ არ მივიწევთ წივთ და თუ ჩვენ გვინდა რეალური ცვლილებები, რა თქმა უნდა დაუჭიროს მხარი ისეთ ძალას, რომელსაც ლიდერად ყავს, მე პირდაპირ გეტყვით, დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე კომპეტენტური, ყველაზე მაღალი კლასის მქონე პოლიტიკოსი, როგორც არის ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, რომელსაც ყავს კანდიდატად მერობის პიროვნება, რომელიც არის ნამდვილად პატიოსნების, კეთილსინდისიერების განსახიერება, რომელიც ნამდვილად არ დაუშვებს, რომ ერთი თეთრი გაიფლანგოს ბიუჯეტი და რაც ხდებოდა წლების განმავლობაში და ბოლო დრომდე და რომელიც ნამდვილად იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქის ყველანაირი უფლებების დამცველი. დიდი მადლობა. აი აქედან და რაც თავარია, ქალბატონმა ნინომ მოახერხა, რომ შემოეკრიბა თავის ირგვლივ მართლაც და სერიოზული პიროვნებებისაგან და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი. აი ამიტომ უნდა გააკეთოს ეს არჩევანი ჩვენი. დიდი მადლობა, ბატონ გიორგი. მოგესალმებით. პირველ რიგში იმიტომ უნდა დაუჭიროს საზოგადოებამ ბურჯანაძე ერთიან ოპოზიციას მხარი, რომ ნამდვილად მეტი რო არ შეიძლება იმდენად დრო არის რომ მოვაწესრიგოთ ეს ქვეყანა. მოვაწესრიგოთ თბილისი, მოვაწესრიგოთ ყველა ქალაქი, დაბები, სოფლები, მოვაწესრიგოთ თემები და ასე შემდეგ. მოვაწესრიგოთ ყველა დარგი, რომელიც ძალიან სერიოზულ პრობლემებში არსებობს უკვე. მოვაწესრიგოთ განათლების სფერო, ეკონომიკის სფერო, იგივე ის გაუგებრობები, ის იმედგაცრუებები, რომელიც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საშინლად არის მოცული ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინით. მოვაწესრიგოთ ურთიერთობები ჩვენი ქვეყნის მეზობლებთან. და თქვენს წინაშე არის ადამიანი, რომელსაც აქვს, მე მგონი ერთადერთს დღეს ქართულ პოლიტიკაში რეალური რესურსი იმისა, რომ ერთნაირი წარმატებით მოახერხოს, ჩაატაროს და ძალიან სერიოზული შეხვედრები გამართოს და მოლაპარაკებები წარმართოს. როგორც ვაშინგტონში შეხმატკილებული არიყავით. ჩვენ მაგაზე ხახვა გაგცემთ პასუხს, როგორც ვაშინგტონში, ისე ბრიუსელში, ისე მოსკოვში. და ამის ალტერნატივა დღეს რეალურად არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს. იმიტომ რომ დღეს ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს ამის ბერკეტი აქვს. ეს არის ერთადერთი პოლიტიკოსი დღეს საქართველოში, რომელსაც შეუძლია ეს გადაწყვიტოს და გააკეთოს. და ეს ქვეყანას დღეს ჭირდება ძალიან. რაც შეეხება იმას, რომ თქვათ ჩვენს დღეს გვიყენებენ ახლა იმ ყოველ კითხვას, რომ თქვენ ხომ ამ შემთხვევაში სხვა პოლიტიკური მიმართულებით ხედავდით, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, ერთი და იგივეს ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ის დასავლური ღირებულებების მიმართულება და ისეთი ევროპელობა, რომელიც გადის კონფრონტაციაზე, არაჯანსაღ, ამ შემთხვევაში ურთიერთობაზე, თქვათ იგივე ჩვენ ჩრდილოეთ მეზობელთან, რომელიც ძალიან სახიფათო მეზობელი არის, ეს არ არის სწორი. და ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ალტერნატივა არ აქვს დიალოგს და ყველაზე რთული მოლაპარაკებების პროცესს, ყველაზე რთული საკითხების გადასაწყვეტად უნდა წარიმართოს დიალოგი. ამას ქალბატონი ნინო თავისი პოლიტიკით ამტკიცებს და ეს რეალურად განხორციელდება. ამიტომაც დროა ყველა მიმართულებით მოვაწესრიგოთ ეს ქვეყანა. ამიტომაც ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი ნომერ 3-ს და შემოხაზოს სამივე ბიულეტენში. შესაბამისად დაიწყება ბრძოლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებთან. ბატონ ჯონგი. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ
დღევანდელი პარლამენტი ნებისმიერ ადამიანს რო კითხო წარმოადგენს უცოდინარობის და უპრინციპობის სიმბოლოს. ხალხში ამ უპრინციპობას ზოგჯერ უნამოსობას ეძახიან. დღეს პარლამენტმა უკვე გაირკვა რომ მიიღო გადაწყვეტილება უკვე ორჯერ გაზრდილი ხელფასების კიდე ერთხელ გაზრდის. ანუ დღევანდელი პარლამენტის წევრის ხელფასი არის 6500 ლარი. პენსია არის 150 ლარი. აი დღეს დაასრულეს ჩემი დავალებით ექსპერტებმა მუშაობა, სწავლობდნენ სამოხმარებელ ბაზარზე ფასებს და ასევე საფთიაქო ქსელში ფასებს. შესაბამისად შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ საარსებო მინიმუმი 10300 ლარს. აი ამ ფონზე როცა პენსია არის 150 ლარი. ეს არის ასაკით პენსიონერის პენსია. ჯგუფის ინვალიდ მეორე ჯგუფის ინვალიდის პენსია არის 100 ლარი. და დაახლოებით ამდენი არის ასევე სოციალური დაუცველების შემწეობა. ჯამში ეს ადამიანები შეადგენენ 2.100.000 ლარს. აი როცა შენ 2.100.000 კაცი ყავს სიღატაკის ზღვარს მიღმა, გაქვს 6500 ლარი ხელფასი და კიდე ცდილობ რომ ახალი მანქანები იყიდო და კიდე ცდილობ რომ ხელფასები გაიზარდო, ამას ქვია უნამუსობა. მე ვატყობ რომ ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, იმისათვის რომ აეროპორტამდე ვერ გაასწროს ბევრმა პარლამენტის წევრმა. და ბოლოს მე მინდა თქვა მიზეზი რატომ უნდა მოქცეს ჩვენ ხმა. პირველი ჩვენ გეგმავთ რეალური სოციალური და სხვა დარგში რეფორმების განხორციელებას, რადგან ქართულმა ოცნებამ მეორე წელი ჩვენ დავაქვონდა რომ მხოლოდ 25 ლარის დამატებას ვითხოვთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ 4 წლის განმავლობაში ყველა კატეგორიის პენსიონერი და სოციალურად დაუცველი ყოველთვიურად მიიღებს მერიიდან და საკრებულოდან 25 ლარიან დანამატს. ეს არის ჩვენი გადადგმული ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც პირველ ეტაპზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პენსიონერებისთვის. მეორე, ჩვენ დავაფინანსებთ 30%-იან თანადაფინანსებას საყოველთაო დაზღვევით. თქვენ იცით რომ დღეს მხოლოდ 70%-ს აფინანსებს და მაგალითად მანსლავის ოპერაციიდან 30% არის 600 ლარი, რასაც ხალხი ვერ იხდის. და მე მინდა საგარეო ფაქტორზე აუცილებლად ილაპარაკეს და კოლეგებმა, მაგრამ აუცილებლად თქვა, დღეს არის ძალიან მაღალი გაზრდილი რისკები რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციის. აი ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ჩვენს კოალიციას შეუძლია ქალბატონ ნინოს ფაქტორიდან გამომდინარე თანაბრად ვარეგულიროთ ურთიერთობები რუსეთთან და დასავლეთთან. ისე დავალაგოთ რუსეთთან ურთიერთობები, რომ კარი არ გამოუჯახუნოთ დასავლეთს. ჩვენ შეგვიძლია ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციას მოვუპოვოთ გარანტირებული გასაღების ბაზარი. ნუ შექმნის ილუზიას, რომ ქართული კაციტელი ევროპის ბაზარზე ახლა შევლენ და ფრანგები ამას დაუშვებენ. დიდი მადლობა. ბატონ გია. ქართვა გამეკეთებინა, როდესაც ბატონ დიმიტრიზე საუბრობდით მაშინაც და ეხლა გამოვიყენებ ამ ჩემ დროს. ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე ორ ძირითად არგუმენტს ფლობს. ეს არის ის, რომ თვითონ არის დიმიტრი ლორთქიფანიძე თავისი ბიოგრაფიით და ყველაფერი იმით, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ და მეორე, რომ ის წარმოადგენს კოალიციას ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია. პოლიტიკა და არჩევნები არის ასპარეზობა და მის ძირითად კონკურენტს ხელისუფლების კონკურენტს ერთადერთი არგუმენტი აქვს ის, რომ ის არის ხელისუფლების წარმომადგენელი. ის, რომ ის არის დავით ნარმანია, ამ სახელის და გვარის უკან არანაირი ბიოგრაფია შესაბამისი მერობის კანდიდატისა არ იკითხება არანაირად. ეხლა რაც შეეხება ჩვენ კოალიციას, რა თქმა უნდა, შეიძლება შემაჯამებელ ფრაზად გამოვიყენოთ დროა მოვაწესრიგოთ ქვეყანა, ყველაფერი იმის არაზეც ჩემმა მეგობრებმა ილაპარაკეს, დროა მოვაწესრიგოთ ქვეყანა და სწორედ ამიტომ უნდა დაუჭიროთ ჩვენ კოალიციას მხარი და ერთი რამ მინდა ვთქვა, თქვენ წარმოაჩინეთ როგორც ყველაზე ძლიერი არგუმენტი დღევანდელი ხელისუფლების ის, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აგერ კარზეა მომდგარი და მოეწერება ხელი. მაგრამ რა დრო განვლოდა, რა ნაბიჯები საფეხურები გაიარა ამ ხელშეკრულებამ. ამასთან დაკავშირებით ელემენტარულად არ საუბრობენ და ქალბატონ ნინოსაც და მეც რატომღაც აი მორიდება თუ რა არის, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი ქალბატონ ნინო ჩვენი მხრიდან. როდესაც ეს ეტაპი დაიწყო 1996 წელს აპრილში მოეწერა ხელი ევროკავშირთან ურთიერთობის და თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი და მუდმივ მოქმედი დელეგაციის პირველი ხელმძღვანელი მე გახდით 4 წლის განმავლობაში, მეორე ხელმძღვანელი იყო ქალბატონი ნინო ასევე 4 წლის განმავლობაში და შემდეგ უკვე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე იყო პირდაპირ პასუხისგებელი პირი, როგორც პირველი პირი. ძალიან ცოტა დრო და ეს არგუმენტი ბევრ რამეზე მეტყველებს, ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს ის, რომ აქ არის პროფესიონალთა გუნდი და ის კოზირები, ვინც სხვები რომ თავს იწონებენ, აქედან მოდიოდა და ჩვენ უყრიდით ამას ყველაფერს საფუძველს. ბატონ კახა
ძალიან მოკლედ ხოთ, იმიტომ რომ ჩვენ დრო ამოგვეწურა ფაქტობრივად. დღეს გავიდა 7 წელი მას შემდეგ, რაც მოკლეს ბატონი გურამ შარაძე, მე და ბატონი სოსო ვიყავით ასული სასაფლაოზე, ვნახეთ ოჯახი და ეს არის ამ ხელისუფლების სირცხვილი, რომ ჯერ კიდე გამოუძიებელია ეს სამარცხვინო მკვლელობა. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ რატო უნდა მივცეთ რატო უნდა დაუჭიროთ ხარი ამ კოალიცია ბურჯანაძე ერთიან ოპოზიციას, ეს არის გამომდინარე იქიდან, რომ ყველა პარლამენტში შეიძლებოდა განსხვავებული აზრის მოსმენა. ეს იყო შევარდნაძის პარლამენტი, ეს იყო თუნდაც ერთპარტიული სააკაშვილის პარლამენტი, გახსოვთ ალბათ დიმიტრი ლოთქიფანიძე როგორ ხმალაღებული იცავდა სოციალურ დაუცველებს, გახსოვთ ალბათ როგორ ჯონდი ბაღათურიამ როგორ პირდაპირ ამხილა პრეზიდენტი სააკაშვილი კორუფციაში და მისი ოჯახი კორუფციაში, ამ ადამიანებმა სახე შეუნარჩუნეს მაშინელ პარლამენტს. დღევანდელმა პარლამენტმა სახე დაკარგა, იმიტომ რომ ვერც ერთმა ადამიანმა განსხვავებული აზრი ვერ დააფიქსირა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ თუ არ გვინდა რომ იგივე მოხდეს, რაც ამ პარლამენტებში ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, არ უნდა გავიმეოროთ, უნდა იყოს სხვა განსხვავებული აზრის მატარებელი პოლიტიკური ძალები და ერთ დავამატებ, თუ შეიძლება ვარ ვაზისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატი, მე-40 სკოლა არის გაყიდული და აი მე-40 სკოლაში არის გახსნილი ჩინელებისთვის სასტუმრო. ჩვენ მე და ჩემი მეგობრები, აი ბატონი სოსო შატბერაშვილი, როდესაც კომისიის თავმჯდომარე იყო სოციალურ დარგში, არც ერთი სკოლა არ იყიდებოდა, არც ერთი საბავშვო ბაღი არ იყიდებოდა, არც ერთი ბიბლიოთეკა და არც ერთი სოციალური ადგილი არ იყიდებოდა. თუ დაუჭერთ ზაზა ვეკუას მხარს, თუ დაუჭერთ მარიკა ცინცაბაძეს მხარს, თუ დაუჭერთ ირაკლი ზოიძეს მხარს და მერწმუნეთ, რომ ეს ადამიანები და კიდევ სხვებს აი შალვა ობგაიძეს თუ დაუჭერთ მხარს, ეს ადამიანები იბრძოლებენ იმისათვის, რომ არც ერთი სამონტყოფო, არც ერთი სკოლა, არც ერთი ბიბლიოთეკა არ იქნეს გაყიდული. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. სამწუხაროდ დრო ამოიჭრა, მე ბოლო რეპლიკისთვის მე ბოლო რეპლიკა მინდა მივცე ქალბატონიდოს. ქალბატონიდო უთმობთ თქვენ დროს. მოკლედ თქვენ ბატონი გურამი ალბათ. კარგი, ძალიან მოკლედ ხოთ და ბოლო რეპლიკა ქალბატონიდოს. მოკლედ თქვა რომ თქვენ დიებდეს კითხეთ თავიდან. კარგი. მუშაობს დიახისმის. მე ჩემი აზრი მაქვს რომ მე ვფიქრობ რომ თუ დიმტი გახდა ქალაქის მერი, ჩვენ შევძლებთ რომ ქალაქის დონეზე აიგზალოს LGBT პროპაგანდა. აიგზალოს მათი მსვლელობები. შეგვიძლია მოგვაძავს ქუთაისი, თელავი, გორი და თუ მარტო პარლამენტში გამართავენ LGBT პროპაგანდას და გეიაღლოს, მაშინ მათი ნება იქნება. გასაგებია, ეს თემა შორს წაგვიყვანს, ჩვენ უბრალოდ დრო ამოგვეწურა, ამაზე ვეღარ მიშევით, ძალიან მოკლედ ქალბატონინო, ბოლო რეპლიკა თქვენი და ჩვენ დავასრულებთ. მე ვფიქრობ, რომ აქ წარმოჩენილმა პოზიციებმა და აქ ყოფმა ადამიანებმა ძალიან ნათლად აჩვენეს ჩვენ საზოგადოებას, რომ აქ არის წარმოდგენილი ის გუნდი, რომელსაც აქვს ცოდნა, რომელსაც აქვს უნარი და რომელსაც ამავდროულად აქვს გამბედაობა, რომ მოაწესრიგოს ქვეყანა, დააყენოს ქვეყანა ფეხზე, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რაც სჭირდება ჩვენ სახელმწიფოს და ჩვენს ხალხს და არ იყურებოდეს მუდმივად ან დასავლეთისკენ, ან აღმოსავლეთისკენ, ან ჩრდილოეთისკენ, ან სამხრეთისაკენ, ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების დროს. ჩვენ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც წამოვა საქართველოს გულიდან, რაც წამოვა ჩვენი ხალხიდან, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს. თუ საჭირო იქნება, ჩვენ შევძლებთ ამ გადაწყვეტილებების ჩვენი ხალხამდე მიტანას და მათთვის ამის ახსნას და გარწმუნებთ, რომ ეს არის გუნდი, რომელიც ყოველთვის უპირველესად დააყენებს ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ხალხის ინტერესებს და ეს იქნება გუნდი, რომელიც მოაწესრიგებს თბილისსაც, მოაწესრიგებს ქუთაისაც, ბათუმსაც, თელავსაც, ზუგდიდსაც, მოაწესრიგებს ურთიერთობებს აფხაზებთან და ოსებთან, აუცილებლად ჩვენ ამას გავაკეთებთ, გარწმუნებთ და მე მინდა ვთქვა, რომ თუ არ იცის ჩვენმა საზოგადოებამ 25-ში იქნება საგანგებო პანაშვიდი იმ ბიჭების მოსახსენიებლად, რომლებიც დაიღუპნენ ბაბუშერას აეროპორტში და ნაწილი მათგანი ჩამოსვენებულია და ჩვენ მათ ყველამ პატივი უნდა მივაგოთ, ოღონდ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის და მე ნამდვილად ვპირდები ჩვენს ხალხს, რომ ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ტრაგედია აღარ განმეორდეს, ჩვენ ძმათამკვლელ ომში აფხაზებთან, ოსებთან, ჩვენს თანამემამულეებთან არასოდეს არ წავიდეთ და საერთოდ საქართველოში ომი არასოდეს აღარ იყოს, არც ქვეყნის შიგნით და არც მეზობლებთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანა მოწესრიგდეს, მოვაწესრიგოთ ურთიერთობები მეზობლებთანაც და შორეულ სახელმწიფოებთანაც, ოღონდ არა საქართველოს ინტერესების ხარჯზე. შემოხაზეთ სამივე ბიულეტენში ნომერი 3. ეს იქნება გარანტია, რომ ქვეყანა მოწესრიგდება. დიდი მადლობა გიორგი. დიდი მადლობა ქალბატონინო, მე წარმატებას გისურვებ. მე ბურჯანაძე, ერთიანი ოპოზიცია. ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია. ჩვენ უყურებთ არჩევანს, მე გემშვიდობებით მომდევნო სამშაბათამდე. ნახვამდის.